სახელითა მამისაითა დადისაითა და წმინდისა სულისაითა. ვიდრე ვიტყოდე დღევანდელი კვირიაკის სიტყვას, სურთ თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე მივაფრო, ხოლო ამ სათქმელს წმინდა ფსალმუთაგან შემდეგ სიტყვებს წავუმთავრებდი. უფალო ისმინე სიმართლისა ჩემისა. მას ჟამსა შინა, როდესაც ის იყო უნდა დაწყებულიყო ნიკეის პირველი მსოფლიო კრება, რომელზეც ესევე რა თქმა უნდა მიწვეული იყო პირველი ქრისტიანი მეფეც კონსტანტინე დიდი, იმის გამო რომ გირონცხებული მეფე არის ეკლესიის გარე ეპისკოპოსი. არა მარტო სახელმწიფოს წინამძღოლია, არამედ ეკლესიის გარე ეპისკოპოსი. შიდა ეპისკოპოსი არის ჩვენ შემთხვევაში მაგალითად კათოლიკოს პატრიარქი და ესე შემდეგ. მოკლედ ისიც იყო კრება უნდა დაწყებულიყო და ერთ-ერთი ეპისკოპოსი მიახლა კონსტანტინე დიდს და გადასცა წერილი და უთხრა რაც იყო. ეს იყო შესმენა ერთ-ერთი ეპისკოპოსის. სიტყვიერათაც უთხრა, მოკლედ შინაარსი, როცა დაეკითხა კონსტანტინე რა იყო ეს, რაზე იყო ეს წერილი. კონკრეტულად დაუსახელა სახელი ეპისკოპოსს, რომ ამ ეპისკოპოსს დრო და დრო შინ მიაქვს ეკლესიის კუთვნილი ნივთები, რაც შულის კანონით აკრძალულია. არც გაუხსნია წერილი კონსტანტინე დიდს, მიაწოდა უკან ამ ეპისკოპოსს და უთხრა, ჩემო კეთილო, ადექი და კიბე მიადგი ზეცას და ერთი შენადის ზეცაშიო. ამით რა უთხრა და შებრუნდა და შევიდა კრებაზე. ყოველი ადამიანი არის ცოდვილი. თავად უფალიც ამბობს, არა არის კაცი ცხონდეს და არასწოდოს. ღვთივდიდებული პავლე საყვირითისა არსებითად იგივეს ამბობს, ჩვენ ყველა ცოდვის ქვეშ ვართ და ყველანი საჭიროებ კურნებას. ამიტომ ჩვენი ადამიანური სიმართლე როგორც ასეთი არაფერს არ ნიშნავს ღვთიური სიმართლის წინაშე და თვითონაც ჩვენთაგანი იმდენად ხდება მართალი და აქვს სიმართლე აქედან გამომდინარე, რამდენადაც ახლოს არის ჭეშმარიტ სიმართლესთან. ქრისტე მაცხოვართა, რომელიც ხორცს შესხმული ჭეშმარიტებაა. ორიოდე დღის წინ მოყვასმა გამომიგზავნა ვიდეო რგოლი, სადაც ერთ-ერთი მდლობიდან დაყენებული სიტყვა ჩაწერილი, მათ ეთყობა თავისი არხი ამ კეთილის ყოფილები ყავთ, აქედანმე ვიტყვი ფსევდოლიბერალთა სახით, რატომ დარისვით საუბრის განმავლობაში თქვენს მიხდებით. და მასთან ერთად მაგინდასთან ზია შუაში ეს როგორც ჩანს მათი წინამძღვარი, გვერდზე ორი მღვდელი, შანს ალბათ მისი სულიერი შვილები, რომელთაგან ერთი ასევე დაყენებული არის მდლობიდან და ძალაუნებურად მომაგონდა რევოლუციური საბჭო. ეს სიტყვა რევოლუციური შემთხვევით არ მიხმარია. სწორედაც რომ რევოლუციონერები არიან სამღვდელო შესამოსელში. ხოლო ხშირად გვითქვამს, წმინდა სერაფიმ საროველის მიხედვით პირველი რევოლუციონერი ზეცაში იყო ესე იგი სინათლის ყველაზე ბრწყინვალე ანგელოსი კერაბინი, რომელიც ამ პარტავნებით გარდაისახა წყდიადის თავადად. და დღეს იგი თავადია ამ წუთისოფლისა. და მას არ სურს რომ დედამიწაზე ტარდებოდეს ქრისტეს კანონები. მას სურს თავისი კანონები გაატაროს დედამიწაზე. და ქრისტეს რომ დღეს განსაკუთრებით ერთი ხავს თავისი რჩეული და მიმდევარი, მას 10,000-ობით ყავს გვერდით. აგერ რა ხდება ქვეყნიერებაზე, გადაავლე თვალი კალეიდოსკოპს მოვლენებისა, თუნდაც აი უკანასკნელი ერთი შვიდეულისა კვირისა რა ხდება დედამიწაზე და მარტო რა თქმა უნდა ომებსაც არ გულისხმობ. მაგრამ არა და არა, ადამიანი ვერ გულისხმობს რა ხდება მის თავს, რომ იღუპება და ხუპავს სხვასაც. თავი ვანებოთ ამ ზოგად მსვლელობას და უფრო კონკრეტულად. მოკლედ ფრაგმენტი არის მისი საუბრიდან, რომელიც ასე იწყება, მე რაც მომივიდა. ძალიან არ მინდა ამ საკითხზე ვილაპარაკო, მაგრამ იძულებულს ხდიან. და იქ ახსენებს მე მეუღლე სტეფანეს და უფრო განგრძობილად ლაპარაკობს ჩვენზე. კერძოდ რა, რომ ესე იგი მე იგონებს ლანჩანოს სასწაულს, ცნობილ სასწაულს,
რომელიც მოხდა ეკლესიათა განყოფამდე, რამდენადაც მე მახსოვს აღმოსავლეთის და დასავლეთის, ანუ რომის ეკლესიის განყოფამდე აღმოსავლეთის ეკლესიისგან. სადაც ერთ-ერთ ტაძარში იტალიის ქალაქისა მოხდა უჩვეულო სასწაული. ნიშ-სასწაული, ნიში ნიშნავს მინიშნებას ზეციდან. კერძოდ რა, ერთ-ერთი მღვდელი მართლმადიდებელი, როდესაც წირავდა, დაეჭვდა, ნამდვილად ხდება თუ არა ევქარისტიის კანონში გარდასახლა წინადაგების ღვენის, ანუ ნაკურთხი, რომელიც სამკვეთლოზე იკურთხება, ნაკურთხი პურისა და სისხლისფერი ღვინისა, ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და სისხლად. აი ამაში დაეჭვდა ეს. და როგორც კი დაეჭვდა, მოხდა დიდი ნიშსასწაული. წინადაგების ღვენმა, რომელიც უკვე ნაკურთხი იყო ევქარისტიის კანონში, მისი ხელით მიიღო ადამიანური ხორცისა და სისხლის სახე. საეკლესიო განჩინებაში ნათქვამია ეს კონდაკში წერია, რომ სახელმძღვანელო უნდა იყოს სამღვდელოებისთვის, რომ თუ კი ასეთი რამ მოხდება და ეკლესიის ისტორიაში რამდენჯერმე მოხდა ასეთი ნიშსასწაული, ანუ დაეშვა მღვდელი და მოხდა ხილულად იხილა მან, რომ ნამდვილად მოხდა გარდასახლა ქრისტეს წმინდა ხორცსა და ყველაწმინდა ხორცსა და სისხლად. ამის შემდეგ ამ განჩინებით ეს მღვდელი უნდა განაყენონ სამღვდელოებიდან და აღარ იმღვდელოს, ხოლო იზიარება არავინ არ მიიღოს, არც სამღვდელოთა და არც საეროთა, არამედ უნდა დაიცვას. ეკლესიაში უწინ სამწუხაროდ ეს ტრადიცია ჩინებული მოშლილია დღეს. სამწუხაროდ არსებობდა ესე იგი წმინდა ქვა იყო, რომელზეც მხოლოდ ერთი მოქმედება სრულდებოდა. როდესაც მაგალითად წამწამი ჩავარდა ბარძიმში. ან წვერიდან თმა მღვდლისა ადამიანს ამის მიღება არ შეუძლია. გულისრევა შეიძლება მოხვეს ამას და ამოიღოს სიწმინდე. ამიტომ ასეთი განჩინება ღმერთშემოსილ მამათა. ეს ყოველივე რისი მიღებაც არ შეიძლება, მაგრამ შეხებულია სიწმინდესთან, უდიდეს სიწმინდესთან, წმინდა ქვაზე უნდა დაიწვას ლიტურგოსანი მღვდლისთან წინამძღვრის კურთხევით, შემდეგ უნდა მოწმინდონ ეს ნამწვავი და ჩაუშვა მდინარეში, მაგრამ ისეთი დრომობით, აი თქვა თბილისში, ჩვენ სინამდვილეში, იმდენი ფეკალური მასები ჩადის და ქარხნიდან ნარჩენები თუ ფაბრიკებიდან, რომ ამის გაკეთება თავისებური თითქოს მკრეხელოა, მაგრამ გამოსავალიც არ არის. აი მაგალითად ანტიოქიის ეკლესიაში როგორი ადგილობრივი ტრადიცია არის. იქ წყალს კი არ ატანენ, როცა დაწვავენ, არამედ მიწაში ფლავენ. ესეც გაუგებარია ცოტა ჩვენთვის, მაგრამ ასეთი ტრადიცია იქ არსებობს. ჩვენ სინამდვილეში ეს ასე უნდა ხდებოდეს, როგორც განწესებაში არის ნათქვამი. მღვდელმა აღიარა თავისუფლად ბოლოს თანამწირველები ყავდა და თავადაც ესე იგი იხილეს ეს სასწაული, მან კი არ იხილა მარტო, ყველა მიხილა, ყველას წინაშე მიიღო ნამდვილ ჩვეულებისავე, როცა ევქარისტიის კანონში წმინდა ძღვენი იკურთხება, ინარჩუნებს პურისა და სისხლის იერს. რატო? ადამიანს ჩვენ კანიბალები არა ვართ. არ შეუძლია ადამიანის, ამ შემთხვევაში ქრისტე ადამიანის, რომელიც არა მარტო სული და ჭეშმარიტი ღმერთი, არამედ სული და ჭეშმარიტი კაცია. არ შეგვიძლია ადამიანის ხორცის მიღება. ამიტომ ის ინარჩუნებს, თუმცა გარდასახვა ჭეშმარიტად მოხდა, პურისა და ღვინის იერს. მოკლედ, გავიდა თითქმის 9 საუკუნე, თუ მეტი არა. ეს სიწმინდე დღემდე არის. არ ვიცი რატომ მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სწავლება იმაზე, როგორ უნდა მოქცეოდნენ, როცა ასეთ შემთხვევაში მიიღებდა ქრისტეს ხორცსა სისხლის სახეს, თუ იცოდნენ და ყოველ შემთხვევაში ადგილობრივი ეპისკოპოსის კურთხევით არ დაწვეს. განსაჯა მან და დღემდე ინახება მილანის საეკლესიო მუზეუმში. თვალნათლივარი, ყველა შეუძლია ვინც იქ მივა იმ მუზეუმში ნახოს. მერმე რა მოხდა? ეს საყოველთაო ცნობილი ნიშსასწაული იყო. მე-19 საუკუნეში, როცა დაწინაურდა შედარებით სამედიცინო მეცნიერება, მეცნიერების ნაწილმა განისრახა, რომ ექსპერტიზა ჩაეტარებინათ. მამა დოროთი ამბობს, ყურაშვილი ჩვენზე და გვაბიაბრუებს თავის ჭკუაში,
რომ ყოვლად შეუძლებელი რატომღაც ეს სიტყვა იხმარა დანადგარი, ისეთი დანადგარი არ არსებობს და ვერც მოიგონებენ, რომ ანალიზი გავუკეთონ, ესე იგი ქრისტეს ხორცსა და სისხლს. რატომ არ არსებობს? არსებობს და არაერთი. მე-20 საუკუნეშიც კიდევ 2-3 ასეთი ექსპერიმენტი ჩატარდა. ყველა ამ ექსპერიმენტების შედეგად მივიდნენ ერთ დასკვნამდე. ეს თუ რატომ ჩაატარეს ექსპერიმენტი? თუ ადამიანის სხეულია, მაშინ რაქსოვილია და მათ მთლიანად კი არ აიღეს. ამის უფლებას არც მისცემდა კარდინალი. არამედ ითხოვეს, რომ უმცირესი ნაწილაკი აეღოთ ამ წმინდა ზიარებიდან და ჩაეტარეს ამისი კურთხევა მისცა კარდინალმა, ჩაატარეს და ყველა შემთხვევაში ერთ დასკვნამდე მივიდნენ. ეს არის ნამდვილად ჭეშმარიტად ადამიანის ხორცნი, ანუ სხეულის ნაწილი მინდა დავაზუსტო. მთლიანად კი არ გაუკეთეს, მხოლოდ ერთ ნაწილს. კერძოდ ის ნაწილი, რომელიც აიღეს, აღმოჩნდა გულის ქსოვილის ნაწილი. ეხლა მამა დოროთე როგორ გვაბიაბრუებს თავის წარმოდგენაში. აი ესე იგი კითხულობს, კარგი მსახიობია ყველაფრის გარდა, თვალთმაცი სხვანაირად. როგორ 40 წელიწადზე მეტის მღვდელია, ხელდასხმულიო და არ იცისო რა არის ზიარებაო. ესე იგი ამ რევოლუციონერმა მღვდელმა იცის, მღვდელყოფილმა და მე არ ვიცი. ერთადერთი შეცდომა რაც იმ სიტყვაში მომივიდა, ეს იყო ის, რომ როცა ის ვახსენე, თქვი რომ მღვდელყოფილი არ არის, მღვდელია, ოღონდ შეჩერებულია მღვდლობა, დანარჩენი ყველაფერი სიმართლეა. უბრალოდ ისტორია რა არის, რატო ადუღდა ასე მამა დოროთე? იმის გამო ჩემო საყვარელო, რომ რამოდენიმე დღის წინ ესე იგი საინფორმაციო ერთ-ერთმა არხმა, იმედმა გააკეთა რეპორტაჟი მასზე, როგორც რევოლუციონერზე და ესე იგი მათ შორის მოიტანეს ციტატა ჩვენი ერთ-ერთი ქადაგებდა. მე მინდა გითხრათ საყვარელო, რომ ჩემთვის ეს არ უკითხეთ. ეხლა თქვენ რო ეკითხათ, მისცემდით უფლებას. რა თქმა უნდა. ასე კი არ არის, რომ ერთ დღეს ასე ვფიქრობ და სხვა დროს სხვას. ერთისთვის ასე ვლაპარაკობ და სხვებისთვის სხვაგვარად. რა თქმა უნდა, უბრალოდ არ უკითხიათ. და არც არავინ არ კითხულობს. ინტერნეტში, YouTube-ში თუ ჩვენ მესამარზე აუდიო ქადაგებს, ეს არის ვიდეო, აუდიო ქადაგებს მოციქულზე რაც დებს, არავინ არასდროს არაფერს არ გვეკითხება. იღებენ ფრაგმენტულად, რაც არასწორია, მე მგონი. სულ ცოტა ეთიკის ამბავია, რომ კითხი ავტორი მკვდარი ხო არ არის, ცოცხალია ეს დეკანოზი და კითხე რომ თუ მოგცემ უფლებას, რომ დავდოთ. კერძოდ აი ეს კონტექსტი თქვენი ქადაგებიდან. ამას არავინ არ აკეთებს, რა თქმა უნდა. ერთი. მეორეს ახლა კონკრეტულ შემთხვევაში თუ მეკითხებ, კიდევ ერთხელ პასუხობთ, რა თქმა უნდა, მივცემდი უფლებას. მე თავად არ ვეთანხმები არაფერში მამა დოროთეს პოზიციას. და მისი თანამოაზრეებისა, ის ორნი რო არიან განუყრელად. ესე იგი, თუ ვინმე დაეჭვდება, მას შეუძლია დღესაც ნახოს ეს სასაული მილანის ხსენებულ მუზეუმში და თუ კი მეცნიერებს სურვილი ექნებათ, ჩაატარონ ეს თუ მიიღებენ ნებართვას ამაზე. ფულახილად გეუბნებით. და რა არის ჩემი შეცდომა? ახლა რაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აი რას ამბობს, რომ ხორცნიო ესაო ნიშნავს, კი, მაგას ნიშნავს, მაგრამ ძველ ქართულად როგორც ხორცნი მოიხსენ, არა ხორცი, როგორც ხორცნი მოიხსენიება. და ახლა მე მინდა ვკითხო ამ მღვდელს, თუ ეს ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულია და რა თქმა უნდა, ჭეშმარიტად ქრისტეს სხეულია, შენ არ გულისხმობ, რომ მან ყველაფერი მიიღო სისხლში ჩვენი ბუნებიდან, მათ შორის სხეულიდან, აბსოლუტურად. რაც გვაქვს გარეგანი ნაკვთები და შინაგანი ორგანოები, ცოტა უხერხულია, რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი გამოწვლილვით. მან ეს ყველაფერი მიიღო და როგორ ფიქრობთ, გული არ მიიღო? ან როცა ჩვენ გულს ვახსენებ და მერე დაცინვას იწყებს, რომ არა თუ ასე ფიქრობსო, გული აუჩუყდაო, როცა გული ახსენ, აი როგორ უყარვართ მე. დიახ, ჩემო კეთილო. გული ამიჩუყდა და მობიერება შემოვიდა ჩემში. როგორ უყარვართო? არა თუ მხოლოდ გულს გვთავაზობს და მე მინდა გითხრათ, რომ როცა ადამიანი ეზიარება ეკლესიის სწავლებით, მარტო ხორცსა და სისხლს კი არ ეზიარება, სულ ერთიანად ქრისტეს ეზიარება. მასში შემოდით
თვით ანგელოსთვის მიუწვდომელი სახი შემოდის ქრისტე მაცხვარი ყოველ ღირსეულად მაზიარებელში ხას უსვამ ღირსეულად მაზიარებელში უღირსად რომ მეზიარებიან რა ხდება ცოტა მოგვიანებით რამოდენიმე მაგალითს პატერიკული მოთხრობებიდან მოვიყვან ესე იგი და თუ ეს ქრისტეს ხორცი არა ჭეშმარიტად ასია მაშინ სადამე იქ არის გულის და მეცნიერება კიდევ ერთხელ ვიმეორებ ასეთების გასაგონად თლიანად კი არ გაუკეთეს ექსპერტიზა იმ წმინდა ზიარებას ანუ ქრისტეს სხეულს მხოლოდ პატარა ნაწილაკი აიღეს ნებართვით ისიც და ჩაუტარეს ექსპერტიზა რატო არ შეიძლება ექსპერტიზა ჩატარდეს თქვენ გამოდიხართ მაშინ დოკეტები წვალებლები რომლებიც ამბობს რომ ჭეშმარიტად კი არ შეისნა ხორცნი არამედ ზმანებით მოჩვენებით ჭეშმარიტად შეისნა ხორცნი ქრისტემ მათ შორის გულის ჰქონდა თირკმელის ტვინის და ნებისმიერი სხვა შინაგანი ორგანო თუ გარეგანი ასო მაგრამ მეცნიერებმა რომელთაც ბოლოს ჩაუტარეს ეს ექსპერტიზა აღმოჩნდა რომ ეს არის გულის ქსოვილი და რა არის აქ დაუჯერებელი არც არაფერი გარდა მაგისა როდესაც უფალი ჩვენი იესო ქრისტე მკვდრეთი გააღდგა და პირველად ეჩვენა კრებსით მოციქულებს თავდაპირველად ღვთისმშობელ მარიამს წმინდა გადმოცემით შემდეგ მარიამ მაგდალელს და მერმე როცა ერთად იყვნენ მარკოზის დედის სახლში შიშისათვის 2000-ად ჩაკეტილი მაგრამ ქრისტეს სხეულმა მკვდრეთით აღდგომის შემდგომ სხვა თვისებებიც კერძოდ რა დახშულ კარში შევიდა ადამიანის სხეულს ცოცხალი ადამიანის ეს არ შეუძლია მაგრამ ჩვენ ვინც აღზრდებით მკვდრებით თუ მივემთხვევით გამართლებას უფლისაგან ჩვენს გვექნება სხეული ისეთი როგორიც ქრისტეს აქვს წამის ყოფიდან ისი აღდგომისა გარდა მაგისა რა კი დაინახა რომ შიშნეულობდნენ რა უთხრა შემახეთ ხელიო გარდა მაგისა რა კი ამანაც ვერ დაარწმუნა უთხრა გააქვთ რამე ჭამადი საჭმელი გააქვთო კი არ შიოდა ამ გზითაც სურდა მათი დარწმუნება რომ ჭეშმარიტად აღზრდა მკვდრეთი და ეს არ არის მანება და რა მიუპყრეს მიუპყრე რა მიაწოდეს რატო შეშინებული იყო პირდაპირ ვერ მიუდა აი ასე მიაწოდეს შეშინებულებმა რა თაფლისაგან გოლი და შემწვარი თევზის ნაწილი და ქრისტე მათ წინაშე მიიღო არა იმიტომ რომ მოთხოვნა იმიტომ რომ მას სხვაგვარი სხეული აქვს მათ დასარწმუნებლად ეხლა თქვენ რატომ და ასე გამოწვეული დარწმუნება იმიტომ რომ მათ ამზადებდა მოციქულებად ესენი იყვნენ ჯერ კიდევ მოწაფეები მაგრამ ამზადებდა მოციქული ნიშნავს ქრისტეს აღდგომის მამოწმებელს და მთელი 40 დღე და ღამე დაშირდა მათ შორის გამოცხადებები და სასწაულებიც კი რომ დაერწმუნებინა რომ ნამდვილვე აღსგა მკვდრეთით დედასაც რა უთხრა აგერ ხატია ჩვენს აღდგომის ტაძრის ეზოში შექმნილი ნუ მტირმე დედაო აღსგერა მკვდრეთით ნამდვილვე პირველ გეჩვენო შენ გეჩვენებიო ჯერ აი ამ უფლის ამ ეს მინდა გადმოცემიდან არის აღებული და დიდი პარასკევის საკითხავიდან ეს სიტყვები აი ამის საფუძველზე არის შექმნილი ეს ხატი ნუ მტირმე დედაო და დაუჯდომელეს არსებობს და ღვთის სიყვარულისთვის თარგმნე ჩემი სიხარულისთვის და თქვენი სიამოვნებისთვის და საკითხავად და დროდადრო ჩვენ ჩავდივართ დავაწესეთ თომას კვირას ჩავდივართ იქ და ვიხდით ამ დაუჯდომელს სამღვდელონის და სამრევლოის ამ ტაძრისა არ მინდა სიტყვამ შორს გადავთხოვოს ეს არ არის მისი ორიგინალური აზრი და ცდომილება მამა დოროთესი რამოდენიმე თვის წინ ერთ-ერთმა სემინარია დამთავრებულმა სწორედ ასეთი რამ გამოაქვეყნა რომ თითქოს მე ვქადაგებ რომ ქრისტიანები მართლმადიდებელი ზიარების დროს მხოლოდ ხორცსა და სიცხეს იღებენ რაც თავისთავად დიდი სიწმიდეა მრავალ ქადაგებაში არის ნათქვამი რომ ამ გზით თავად ქრისტეს შემოდის ანუ სულ ერთიანად ვეზიარები მაგრამ ეს დამახინჯებები მე ვფიქრობ დღეს უკვე როცა გახშირდა ეს სილისამეები და შეურაცხყოფები სრულიად მიზან მიმართულად ხდება აი იმ შანს მამა დორეცეს ლაპარაკში რომ იქიდან ის მას მოსმენილი აქვს და იქიდან საზრდოობს სამსაუბარში და ესე იგი დამცინისკიდეს თავის შკოლაში რომ საწყალიო საბრალობელიო მებრალებო რომ ატირდა იმაზე რომ ქრისტეს გულის ნაწილიაო და რას ვამბობ იქ რომ როგორ უყვარვართ რომ არა მარტო სულითვისი დასდვა
არა მარტო ხორცნი განსტეხა გოლგოთის ხემზე, არა მარტო სისხლი დასხია, ყველაზე ძვირფასაც გულს გთავაზობ ჩვენ. დიახ, მამა დოროთე, მეტირება ამის გააზრებაზე. გული მობიერი მიხდება, რადგან უფალი სამოს გული შემოსული, სული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არა შეურაცხოს. შენ რა გაფრთოვანებს? ამ საუბრის ბოლოს ამოს ეხლა ხანს მოვედი მიტინგიდან და როცა დააყენეთ გლობიდან თქვა ძალიანაც კარგიო, მეტი დრო მექნება, რომ მიტინგებზე ვიარო. ან სულიერად არის ავად, ან შეგნებულად ამახინჯებს ქრისტიანულ აზროვნებას, რომ ეკლესიის მიმართ დობა და ზედაპირულობა შთაუნერგოს ხეს, ვინც მოусმეს. ეხლა ნახე, რატომ მოვიდა გახარებული მიტინგებიდან? წაიკითხეთ კომენტარები. აი თუნდაც რაც თავის შუაში რომ დამცინა და გამაკრიტიკა. ეს იგი რა უწერია იქ? გულები, ეს არის ცოცხალი წმინდანი. სხვაგან ეს პატრიარქია. ავათარია. და რატო დაიჟება და მოეკითხება ღვთისაგან პირველ ყოვლისა მამადო, არა იმიტომ რომ შეურაცხყოფს იერარქიას, ეკლესიის სწავლებას, ამ ხალხს, რომელიც ისედაც წვდიაჩია ქრისტიანული გაგებით, უმეცრების, ესე უმეცრებაში ქრისტიანული სწავლებისა, ეს კიდევ უფრო მეტად აბრმავებს. მაგალითად, გარეგანი გამოვლინება. პავლე მოციქული, მწვერვალი მოციქულების, ვის ტაძარში დგავართ, გვასწავლის, არ არის ხელისუფლება არა ღვთისაგან. დაემორჩილენით მას. ტყუილად როდი ჰკიდავენ მახვილი, ანუ ძალაუფლება ტყუილად როდი აქვს მიღებულიო. თვით სახელი საიდან მოდის? ანგელოსა სახელდებიდან მოდის სახელი ხელისუფლებისა. ხელისუფალი უფლებანი, ანგელოზები არსებობს. ხელმწიფება, ანგელოზები არსებობს. თავრობანი, ანგელოზები. პავლე გვასწავლის მწვერვალი მოციქულების დაემორჩილენით. შიში თუ უნდა, შიშ თუ გთხოვს, შიშიც მიეცის. და ეს ამბობს არა. დავამხოთ ხელისუფლება და აი უნაყოფო მცდელობა თქვენი ცით 4 ოქტომბერს უკვე გქონდათ. აი ვინ არის ის? ეს არის ცრუ მოძღვარი. ქრისტიანული სწავლების და არა მარტო ამაში დამამახინჯებელი. ეხლა კიდევ ახალი რაღაცა ორიგინალური აზრი გამოთქვა, ალბათ თქვენ უკვე მოისმინეთ. მისგან კერძოდ თავიდან ხომ თქვა რომ როცა რა საჭიროა ღმერთს ისედაც ესმის ყოველივე უწყიცო რაც კაციაო. აი ახლა დღეს მე საგანგებოდ მინდა ვიქადაგო დიდი მამისა და ღვთისმეტყველის გრიგოლ პალამას მიხედვით რა არის წმინდა ლოცვა და რა არის ასეთი ლოცვის ნაყოფები, ანუ შედეგი ადამიანისთვის, კონკრეტული ადამიანისთვის. სრულად განსხვავებულად აზროვნებს და ქადაგებს რა თქმა უნდა ეს დიდი მამა, ვიდრე მამა დოროთე. უბრალოდ რა არის ცოტა მოგვიანებით გეტყვით. ეგერთი ხო გამოთქვა ასეთი და 30 წელი არ მილოციო, კაცი რომელიც არქიმანდრიტია, 2 ჯვარი აქვს და თქვენ ხო ნახეთ როცა პირველად იყო მისი განშა კომისიაზე როგორ ნერვიულობდა, მე ვაკვირდებოდი როგორ ნერვიულობდა, ის 2 ჯვარი არ მოვხსნა და მე როგორ გახარებულმა თქვა რომ ჯვრები არ მოვხსნესო. პატარა ბავშვით რაღაც. და როცა დააყენეს მდლობიდანაც, რადგან გააგრძელა თავისი ცდომილება, შეურაცხყოფა იერარქიის, ეკლესიის სწავლების და სხვა, პატრიარქს შეგნებულად არ ახერხებდა. თვალთ მაგცობს საკაც. იმიტომ რომ ეხლა ხანს განაცხადა რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქთან უნდა უჩივლოს ჩვენს პატრიარქს და ეკლესიას. მეტი რა გითხრათ საყვარელო. სხვა არის კიდე ასეთი მდლობიდან დაყენებული პეტრე კვარაცხელია, კოლხს რომ უწოდებს თავისავს. ეხლა ხანს იჩივლა უკრაინის ბჭყალებში რა თქმა უნდა ეკლესიასთან, რომელიც განხეთქილებებია. ის კი არა ვიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დააყენა ახალგაზრდა მიტროპოლიტი. ესენიც მოატყვა. ტომოსი მისცა, მაგრამ არ მისცა ავტოკეფალი არის პატრიარქის სკოლის უფლება და ბიუჯეტი მიდის ახლა კონსტანტინოპოლის ხაზინაში. ეს მოხდა სინამდვილეში. დანარჩენი გამოიყვნენ. ვინ? დენისენკო, რომელიც იყო უწინ სანამ განხეთქილება დაიწყო ესე იგი უკრაინის ეკლესიის ერთ-ერთი მდელთავარი და წინამძღოლიც. და როცა დაინახა რომ მას არ აყენებენ პატრიარქად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ნახეთ რა დაწერა და რა თქვა ერთ-ერთ თავის ეგრეთ წოდებულ ქადაგებაში. მეო ესე იგი თავიდან დავიწყე ბრძოლასო. და ეს ავანტყოფი პათოლოგი, პატივმოყვარე, დიდების მოყვარე მოხუცი რომ დაეწყნარებინათ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უფლება მისცა რომ პატრიარქის რეგალიები ეტარებინა კუნკულ ბარტყული და არ არის პატრიარქი დაატარებს. ამაზე ქართულად ქვია გიჟი თავისუფალია რა.
ახლა მე რო ამ ადამიანს შევმოსვა ამ რეგალიებით გახდება ან მღვდელი ან ეპისკოპოსი ან პატრიარქი. რა თქმა უნდა არა. აი ასეთი პატრიარქია. რომ მისი ჟინი დაეცხოთ რამენაირად რომ აღარ აჯანყებულიყო თავიდან. აი ასეთმა ეგრეთ წოდებულმა პატრიარქმა ტიტულატურით პატრიარქმა დენისენკომ ესე იგი გააუქმა ჩვენი პატრიარქის გაჩინება და სინოდის მამა პეტრე კვარაცხელიასე და აღადგინა მღვდლობაში ოღონდ თავის ეკლესიაში ამერიკას ფილადელფია თუ არ ვიცი სადაც არის აქამდე როგორ თვითონ წერდა მალე-მალე ტაქსაობდა ეთყობა შემოსავალი არ ყოფნიდა და აღუდგინა ეს აი რა ხდება ხო ხედავ როგორი ანარქია არა მარტო საერო სახელისუფლებო არამედ ეკლესიაშიც კი და ვინ არიან ესენი აი როგორც პეტრე წმინდა პეტრე ალექსანდრიის ეპისკოპოს გამოცხადება ჰქონდა მაცხოვარი ეხილა დაგლეჯილი კვართი ეცვა და გაუკვირდა და უფალო რატო გამოსია ასეთი დაგლეჯილი კვართიო ხედავო არიოზმა როგორ დაგლეჯა არიოზი ბუნებაში არ იყო გაჩენილი ეს იყო წინასწარმეტყველება წმინდა პეტრეს გამოცხადებით ემწყრო რომ გაჩნდებოდა ვინმე მღვდელი არიოზი რომელიც ესე იგი დაამახინჯებდა ქრისტეს მოძღვრებას და ქრისტეს გმობელი შეიქმნებოდა და ღვთისმშობლისა და ნიკოლოზობა ვიცინა ესე იგი მივიღეს სასწაულად ორიოდე კვირის და თქვენიც რაც მოხდა ათანასე დიდმა სიტყვა უთხრა სპირიდონ ტრიმიტუნტელმა ეხლა ხას ვიღეს სასწაულად სასწაული მოუხდინა უჩვეულო არავის არ უსმინა წმინდა ნიკოლოზმა სილა გააწნა რომელზეც ნათქვამია რომ კანონი არის სიმშვიდის ასეთი მშვიდი იყო გააწნა სილა და ყურით გაათრია კრებიდან მღვდელთავისათვის შეუფერებელი საქციელისთვის მოხადეს ომოფორი და ჩასვეს კიდეც საპყრობილეში ეს ადგილი დღემდე არსებობს კონსტანტინოპოლშია თურქეთშია თუ არ ვწდები ან შეიძლება ნიკიაში მე ზედმიწევნით აღარ მახსოვს და მოკლედ ამის შემდეგ ღრმად მოხუცებულ ეპისკოპოს ყველაზე ერთ-ერთ პატივსაცემს კრებაზე იკეესა გამოეცხადა თავადუფალი იესო ქრისტე და უთხრა დაებრძანა რომ დაებრუნებინათ მღვდელთავრის პატივი და გაეთავისუფლებინათ წმინდა ნიკოლოზი რადგანაც მე აღზარიო წმინდა ნიკოლოზი მე ვერ დავითმინე ჩემი ყოვლა წმინდა დედის ზაგებაო იოანე ოქროპირი ამბობს სოფლიო მამა და მასწავლებელი ყველაფერში დავემორჩილოთ თამდაბლობა გამოიჩნდეთ მაგრამ როდესაც დედა ეკლესიას გიგინებენ და სარწმუნოებას სილაც კი გააწანი ასეთო ისე გამიკვირდა პირველად თარგმნიდი იოანე ოქროპირის ერთ-ერთ გადაგებას რამდენჯერმე დაუბრუნდი აი ამას ამბობს სოფლიო მამა და მასწავლებელი ჩვენ კი როგორ ვიცით აგერ ჯერ ერთი როგორ შეიძლება რომ თქვა გელათის ღვთისმშობლი შოკოლადის კოლოფცია გამოსახული ქუჩაში გდია ფეხი დადის ან მორწმუნე ქვია ეკლესია გაივლის ხედავს ხალხი ზედულის ქუჩაში გდია უპატივცემულოდ არ აიღებს კიდეც იქიდან რომ გამოარიდოს ამ შეურაცხყოფას და რამდენი ესეთი რამ მომისმენია აღსარებებში რა ქრისტიანები ხართ ასეთები აი გეკითხებით უბრალოდ ცირეთში იმიტომ რომ ვიღაცა რაღაცას იტყვის დავიხარე ქუჩიდან ავიღე გლახაკი არ ვეკონო მათხოვარი გლახაკი არ ახარ მაგრამ მათხოვარი ნამდვილად ხარ თუ გინდა გაგიანალიზებ შენ ცხოვრებას რატომ ხარ მათხოვარი და ვინ არის გლახაკი მაგასაც გეტყვი წმინდა სახარებიდან თუნდაც ლაზარეს ვახსენდა სულიად საკმარისია ყველაფერი მაბიჭევისაგან დიდრი სუფრისან ანუ ნამცეცები რომ ენატრებოდა და თვალი რომ აღიხილა იმ დიდარმა ჯოჯოხეთში იწოდა ხოლო ის კი ხარობდა აბრამის სიახში ლაზარე არ მინდა ყველა სიტყვას გამოვეკიდო და მოკლედ ეს მღვდელი ძალიან ძნელია სხვაზე ილაპარაკო რა თქმა უნდა მეწოდება ადამიანურად და რა თავისთავად თვითონ შეიყვანა ამ მდგომარეობაში ერთხელ წამოსდა კიდეც დაახლოებით თვენახევრის წინ მოუკარიყური ასეთი რამთქო მარე კარგი იქნებოდა რომ ეს არ გამეკეთებინაო ანუ ამ გზას რო დაადგა მაგრამ ეხლა უკან წამოსასვლელი გზა აღარ არის გასაგებია ჩემთვის ნიკა რაგვარია ეს ერთ-ერთი ფსევდოლიბერალი ვითომ ოპოზიციონერი დადის მაგასთან გვარამია ხაბე ეგრეთ წოდებული ხედავ უკვე რა დღეშიც ახარ ესეთი რა კომპრომატები აქვს ამ ადამიანზე ვფიქრობდი ჩემს თავში ან არა შესთავაზეს ესეთი ან ზოგჯერ მეჩვენება როცა ის ლაპარაკობს რომ სულიერად დაავადებულია ხიბლშია ხიბლიც არის სულიერი დაავადების ნაირსახეობა სხვადასხვნებს სამწუხაროდ ვერ ვაკეთებ რა მოძრავი
აი მივმართო მამა დოროთეს. მე გული ამიჩუყდა, იმიტომ რომ ქრისტე ყველაფერს გვაძლევს ჩვენ საცხოვნებელად. ხორცსაც, სისხლსაც, გულსაც მათ შორის, სულსაც კი დასდებს. როგორც ღირსი ილია მინიატე ამბობს, ღმერთს რომ კიდევ რამენაირად მოენდომებინა ჩვენ და მოსიყვარული ეჩვენებინა, იმაზე მეტი არ იქნებოდა, რაც მისი განკაცებაო. მწვერვალია მისი კაცმოყვარების და ჩვენ და მოსიყვარულისა. დიახ, მე აღმაფრთოვანებს ასეთი უფალი. შენ რა გაფრთოვანებს, მამა დოროთე? შეძახილები, მოწონებები, წმინდანად რო გთვლიან, ვინ თვლიან? ბრმები. შენ ბრმას, რომელიც კიდევ უფრო მეტად აბრმავებ. ბრმა ბრმას თხემში თუ ჩააგდებს, როგორც წმინდა წერილში არის ნათქვამი. შენ ამას აგრძელებ. მიუხედავად ყველაფრისა და არათუ სინანულს არ აჩვენებ. გამოსავალი რა არის ახლა იკითხავს ზოგიერთ. გამოსავალი არის ერთადერთი. ყველა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანისა. სინანული, შენანება. აი რა არის გამოსავალი. ამით იკურნება, ამით იწყება უпроსტად კურნალობა, ცოდვებით მოწყვლული სულისა და გზაშესტომილი ცხოვარისა. და რაც უდია, როცა წყემსია, მოძღვარია გზაშესტომილი და არა ცხოვარი ერთ-ერთი, მრევლი. პირიქით კიდევ უფრო აბრმავებს. მაგრამ ვინ არიან ისინი, ვინც მოწონებებს გიწერენ და წმინდანად შეგრაცხავენ და პატრიარქად თვლიან და სხვადასხვა. ერთმა მომწერა საზღვარგარეთიდან სასულიერო პირია, რომ დიახაცო გაბრაზებულმა მომწერა, რომ ჩვენთვის ეკლესიის სახი არის ის სამი მოდელიო. ამ რევოლუციონერებზე ლაპარაკობს. და იქვე წერილს შეურაცხყოფს პატრიარქს და ჩვენს იერარქიას. არავინ არ ახართ ეკლესიაო. თქვენ. ის მაგარ ხიბლშია. მაგრამ არ მინდა ეხლა ვილაპარაკო, მაგის დროს დადგება. მე ესე იგი შეუმითვალეთ, რომ გაარკვევდი თუ რა უნდა გავარკვევ, ჩემთვის ყველაფერი გარკვეულია მეთქი, ვინც არის. თუ რამე გასარკვევია, გამირეკოს. და სიამოვნებით დაველაპარაკები და გავარკვევ მეთქი რა შეცდება. აი ელექტორატი რო არის უცხოეთში წასული ქართველები, იმათაც ასე აშინებენ, რითი აშინებენ ამათ, რა არის მათი ანკესი, აქაურების, იქაურების. ერთი ნაწილის, რომ ევროვიზები შეწყდება, თავისუფალი მიმოსვლა. ეხლა ზოგს მამა ყავს, ზოგს დედა, ზოგს დედმამიშვილი, იქიდან ყვებავენ ამათ, ზოგი წავიდა შვილი გათხოვდა იქ უცხოელზე ან მოიყვანა და ეშინიათ მშობლებს, ნაცსავებს, ახლობლებს, რომ ერთმანეთთან კონტაქტის ასეთ თავისუფალი საშუალება არ იქნება. ჯერ ერთი აგერ თვითონ ხელისუფლება ადგილობრივი აწინდელი ეუბნება, თუ დასანქცირება გინდა, ჩვენ დაგვასანქცირეთ. ხალხი რა შუაშია. მაგრამ რა უკრაინა რო დასთანხმდა იმაზეც, რომ მომობს რუსეთთან. რა მიიღო? ეხლა ხმამაღლა ამბობს უკვე მათი მეთაური პრეზიდენტი, რომ ნატოში არ შევალთ. არც ნატოში შეხარდა ევროპაში ჩვენ შემოგვითვალეს და იმათ ხო უთხრეს და უთხრეს, რომ არავინ არ გელოდებათ, რომ ევროკავშირში გულახდილად გეტყვით რა. მიხედეთ თქვენ სამშობლოს. ეხლა ვინმე არ მითხრას აქ, რომ ადვოკატობას მეწევი ადგილობრივი ხელისუფლების. მე მათ შესრულებსაც ვხედავ, რა თქმა უნდა, მოუწოდე თუ გახსოვთ 2-3 თვისი შეიძლება უფრო მეტიც, რომ კორუფციასთან იბრძოლონ. ნაკლოვანება დაინახოს თავის რიგებში და გაწმიდონ ეს რიგები. ეს პროცესები დაწყებულია. შედარებით გაამკაცრონ ნარკობიზნესზე კონტროლი და შემოდინება საქართველოში. ასევე უცხოელების განსაკუთრებით აფრო-აზიული მოდმისა, რომელთაც გარყნილების, წარმართული ჩვეულებების, უკულტურობის და ცრურელიგიების მეტი არაფერი შეგვაქვს მუსულმანობას გულისხმობ პირობებს არაფერი. აგერ ერთი თვის წინ საახალწლო ნაძვის და როგორი კიჟინა ქონდა ათასობით მუსლიმს. ეს დასაწყისია. ქართველებო ყურები გამოიბერწყით, გამოფხიზლით, რა დაგემართებათ მომავალში. ესეც არ არის ყველაფერი. იმდენს იზავენ ეს ფსევდოლიბერალები, რომ მამა გიორგი ათონელის ბერძენი მღვდელმონაზონის წინასწარმეტყველებს აახდენ. პირველი ორი ხო აქ და რომ 7 ომი წინასწარ უკანასკნელი რუსეთის წინააღმდეგ. პირველი რუსეთ საქართველოს ხანმოკლე იყო, მეორე რუსეთ უკრაინის მიმდინარეობს და ერთ-ერთი ომი იმ7-დან იქნება კიდევ საქართველოში, მაგრამ ეს ბერძენი და არა ქართველი მამა ამბობს სამწუხაროდ ამჯერად საქართველოში მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ესე იგი ზარალი იქნება. ბევრი დაიხოცება. ესენი ვინც იწვევენ რუსდათს, პირველები გაიქცევიან თავიანთ ბოსებთან დასავლეთში. ამ ხალხს რა ეშველება? მეორეს და კარგი დაუშვათ.
ვიზები შეწყდა რა, გამკაცდა, იქით წასვლა თუ ჩამოსვლა და რა ვერ გავიგე ახლა რა. თქვენი პირადი კეთილდღეობისთვის საქართველოს ყოფა უნდა ეტიროს? აი რომ გეკითხებით. ცდილობს აწინდელი ხელისუფლება არც რუსეთზე იყოს დამოკიდებული, რამდენი შეუძლია, როგორი წნეხები აქვს, თქვენ რა იცით კიდევ. და არც დასავლეთ ორივე მხრიდან აქვს დიდი წნეხები. მას. და შიდა წნეხები. მოჯანყეები, აი ეს ფსევდორევოლუციონერები და ფსევდოდემოკრატები და ფსევდოლიბერალები. მოდი კონტინგენტი განვიხილოთ ვინთგანან რუსთავებს. ერთნი ესენი არიან, ვინც ეხლახანს ვახსენე, ვისაც ყავს ნათესავი შვილი თუ სხვა და ამიტომ შიშობს, რომ არ ჩაიკეტოს საზღვრები, რაც არ მოხდება სინამდვილეში, ჩემი აზრით. იმიტომ რომ ეს მათთვის დიდი მათთვის იქნება პირველ ძალიან ცუდ. ეხლა არ მოყვები ამის გაანალიზებას. აი ამ ერთ-ერთი შემადგენელი ამის არის აი ეს ხალხი, ვისაც ყავს ნათესავები იქით-აქეთ და არ უნდა შეცდეს ურთიერთობა. მე მათ უთანაგრძნობ, მაგრამ არ ვამართლებ. რა შენი შვილი რო განცხრომით ცხოვრობდეს გერმანიაში თუ სხვაგან რა ამის გამო საქართველოს ასეთ ყოფაში უნდა იყოს, ასეთი წნეხის ქვეშ, უბრალოდ გეკითხებით. უფრო შორს ავიდნენ, მათ თქვენს რომ თუ გვეტყვია რომ ერთ ფეხზე დადეკით, უნდა დავდგეთო. და მამა დოროთემ თქვა, როცა კითხეს კი მაგრამ სოდომს გვაძალებენო რა. ეხლა ევროპაში სავალდებულო გახდა, კანონი მიიღეს. რომ აღიარონ ყველამ ერთსქესიანთა ქორწინება. პოლონეთმა და უნგრეთმა უარი თქვეს ამაზე. რიგ ქვეყნებში უკვე არის კანონი და სავალდებულო გახდა, რომ 7 წლიდან ბავშვს შეუძლია სქესი გადაიკეთოს. აი ამას და მამა დოროთომ რა თქვა, მივიღოთო, თვალი დავხუჭოთო და მე არ გავაკეთოთო. ისენც რა გითხარია. მე მოგთხოვენ ხელს რომ მოაწენ, მიხალ შეასრულო. საბავშვო ბაღებში შევლენ, სკოლებშიც, უნივერსიტეტებში და სახშიც შემოგევარდებიან თავიანთი პროპაგანდით. რა რუსთაველზე რამდენჯერმე სოდომიტებმა თავიანთი ფერადი დროშა არ აგიფრიალეს? თუ მე ბებლანდება თვალებში. გარდა მაგისა, ვინ არიან გარდა ამ სოდომიტებისა, აი ამ პირველი კატეგორია ხალხისა, ვინ არიან კიდევ? ღამის კლუბების კლიენტურა. საიდან ვამბობ? გახსოვთ 2 თვე არ იყო გასული, როცა მათ პროტესტი ეგრეთ წოდებული დაიწყეს. კლუბების მეპატრონება პირდაპირ მიმართეს ამ ფსევდოლიბერალების შეფებს, აქ ვინც არიან, 1-2 გვარი ვახსენე. ფული გადმოგვირიცხეთო, ხალხი აღარ შემოდის კლუბში, მან დადიან, იმიტომ რომ აქ იღებენ მუხტად. როგორც მახსოვს, მაშინ შეიძლება ახლა მოემატა კიდეც 100 ევრო იყო ერთი დღე და ღამე წანწალი იქ რუსთაველზე პროტესტის ნიშნით. ხო და გადმოგვირიცხეთო, ესე იგი რას ნიშნავს ლოგიკურად რომ მიაზროვნო? ეს ხალხი ვინც იქ იხრწნებოდა ღამის კლუბებში, დიახ იხრწნებოდა. აი ისინი არიან ასევე შემადგენელი ნაწილი ამ ეგრეთ წოდებული პროტესტანტების. მე არის ნაწილი უბრალოდ რეგვენია ადამიანი რა. ცარიელ ქვევში რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებს. და ყვავი ჩხიკვის მამიდას მოაგონდა რომ ვიღაცამ რაღაცა აწყინა ოდესღაცა რატომღაც. ასე მე ზვიადის დროს გადატრიალება რომ მოხდა, ჩემი დახვრეტა უნდოდა. ალბათ ბევრმა არ იცის. და ერთმა ახალგაზრდამ მიცნო რომ მე ვარ დეკანოზე არჩილი. დამაპატიმრა და გეკო ეჭირა. სუსტად იყო შეიარაღებული, მომდებდა უკანა. და მიმეყვანა სიგუას შტაბში. წარს დღეს სასტუმროა. თუ გაინტერესებთ თქვენ. ხო და ეგ მალოდინებენ და ესე ძალიან მტრულად შემხრით. გველსა ხვრელით ამოიყვანს ენად კბილად მოუბარე. მე მგდელი ვარ, მე ყველგან მგდელი ვარ. როგორც პავლე მოციქულმა მასწავლა, ჟამითი უშამოთ იქადაგე. მივედი და მქადაგებდი, ახლა მე ჭორაობას არ დავიწყებდი, რა ხდება, ვაი, უი და ასე შემდეგ ქვეყანაზე. ყველანი პატივისცემით განიმშვალენ. ამ დროს ნახევარისაცი ჩამოიყვანეს CNN-ის ერთი ახალგაზრდა ქალი, ჟურნალისტი, რომელსაც პირდაპირ გაგებით სილა ქონდა გაწნული, ლოყაზე ეთყობოდა, ძალიან შეშინებული იყო და გადამღების საშუალება დაუმტრიეს, იმიტომ გადაიღო როგორც ძალადობდნენ ეს ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი. დაარქვეს მერე ბარხატის რევოლუცია თუ ხავერდის თუ რაღაც ეგეთი. ყველა რევოლუციონერია ხიშტებით მოვა. ვარდებით მოვა, თქვენ ნახეთ ვარდებით მოსული ხელისუფლებას რა დღეში ჩააგდო ქვეყანა, როგორ დააკნინა ყველა გაგებით. უგარყვნილესი ადამიანი. დღემდე ვერ გაიგებ რამდენი ცოლი ყავ. ხან ერთი ჩემს რატო იჩემებენ ესენს, ეს საცუდავებთ ეს მათ ხუბრები.
ძალიან ბევრი ფულები აქვს მოპარული და იქიდან უხდის, აძლევს ამას. ზოგს ბინები უყიდა, ეხლა აღარ მოყვები, ჭორაობაში არ გადაგვივიდეს რა. აი ესეთი ხელისუფლება მოიყოლა ვარდები, მიხაკები, დარიჩინი თუ ავტომატი, ყველა ეშმაკის მოციქულები. პირველი რევოლუციონერის მოწაფეები არიან. ზოგი კარგი, ზოგი ცუდი და მეტნაკლებად როგორც იტყვიან ხოლმე. თქვენ იცით რომ აქ უცხოელების მონაწილეობენ ამ წამწავში და ასე შემდეგ. და არც თუ შემთხვევით. იცით ისიც რომ არაერთხელ ჩამოვიდნენ და განსწავლეს ისინი თუ როგორ უნდა მოახდინონ ხელისუფლების დამხობა. ჩვენ გვარი სახელების ერთი მათგანი როგორც კი წავიდა აქედან იქვე მოკვდა და გაყოლიან თან თუ არ შეინანო. მე ვხდელი ვამბობ ამას. მერმე ესე იგი კიდევ ვინ არიან ამათ შემადგენლობაში? სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელთაც ვერ გაბედეს გამოსულიყვნენ, მაგრამ შვილები და ცოლები გახსოვთ, ეგ ერთი 3 თვის წინ მოხდა, გამოგზავნეს სულელობისთვის. რა მღვდელი მისულა და რა მისი ცოლშვილი, ეს ერთი და იგივეა. დიახ, შხამი ფსევდოლიბერალობის არის ეკლესიაში, ამაზე დუმან, მაგრამ ჭირმა თავი მალა და ვერ დამალავო, შუბი ხალხში არ იმალება და ასე შემდეგ. რა არის მიზანი ამ ყველაფრის? საგრძნობ ნაწილს ესმის, რაღაც ნაწილს არ ესმის. სინამდვილეში რა პროცესები ხდება? დასავლეთს უნდა შეცვალოს ხელისუფლება, მოიყვანოს მისი მორჩილი მარიონეტი ხელისუფლება. აი როგორც იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს მაგალითად. თავად გადაუგდებენ ძვალს საღრნელად და უყავი ქვეყანას რაც გინდა. ოღონდ ჩვენში ჭირდება გეოპოლიტიკური მდებარეობა. სამწუხაროდ გვაქვს ასეთი კარგი მდებარეობა. გვაქვს უმდიდრესი ქვეყანა, ბევრი გაგებით. მაგრამ ჩვენ თვითონ ქართველები, მე ქართველი არ ვარგი ვართ. ჩვენ უმეტესობა ჩვენ გახდა მამონას მონა. ვერცხლის მოყვარეობის, ფულს სიყვარულით აიხსნება ყველაფერი უარყოფითი რაც ხდება საქართველოში. აღსებულ ხელისუფლებას არ უნდა არც ჩრდილოეთზე დამოკიდებულება, არც დასავლეთზე. ამიტომ გადადგეს ძალიან სარისკო ნაბიჯი. ჩინეთთან ცდილობენ დაამყარონ ეკონომიკური, სავაჭრო და სხვა ურთიერთობა. ასევე არაბეთის ქვეყნები, რომლებიც ჩინეთი არის ერთ-ერთი უპირველესი ქვეყანა, თქვენ იცით. ბევრი გაგებით შეერთებულ შტატებზე წინაც არის. სხვა ეხლა არ მინდა კონკრეტული ციფრები ჩემილიან ჩამოგითხოვოთ, რასაც მე პოლიტოლოგი კი არა ვარ, მაგრამ ეხლა ზოგმა არ ვთქვა, მამა იცი რა არის, დაატეკი შენ ამბიონზე, შენი საქმე არ არის, შენ ღვთის სიტყვა იქადაგე. იესო ქრისტე როცა მოვიდა, კონკრეტული ვითარება იყო. კერძოდ იუდეა იყო პროვინცია რომის. მას არ უკადაგია რომ რევოლუცია მოახდინეთ რჩეული ერისშვილებო. კერძოდ რა, სიტყვაში რომ მოენადირათ თქვენაირმა ფარისევლებმა, ფსევდოლიბერალებმა იმ დროს მიაწოდეს მონეტა და უთხრეს გადაუხადოთ თუ არა კეისარს გადასახადი. თქვენ როგორ ეძახდათ სიტყვაში გამოჭერა უნდათ, არა? უბრალოდ არ შეეფერება ქრისტეს კონტექსტში თქვა ეს. იესო ქრისტემ ჩამოართვა მონეტა, შეახედა გამოსახულება. ვინ არის გამოსახულება? კეისარი. გადააბრუნ. რა წერია კეისარი? მაშასე, ეს იმისი ყოფილა. მიეც კეისარს კეისრსა და ღვთისა ღმერთსა. ესე იგი, იესო ქრისტეს სწავლებასაც ამახინჯებენ, მათ შორის მამა დოროთე და მისი თანამზრახველი მღვდლები. ესე იგი, პავლეს არ უჯერებ, მაცხოვარს არ უჯერებ. წმინდა მამებს ახლა მე წავიდე ლოცვაზე. შენასწავლი რომ არ გინდა ლოცვა, რა გინდა 20 წელი. გრიგოლ პავლემას სრულიად განსხვავებულად აზრ. ესე იგი, ვის უჯერებ, ჩემოგეთი? შენ უჯერებ შენს ბოსებს. აი ეს არის ლოგიკური დასკვნა. ახლა მე არ დავიწყებ ვინ არის კერძოდ შენი ბოსი და სხვა და ასე შემდეგ. აი ამაშია უბედურება. ეს ისია გახლართული თვითონ წამოს და აქ გითხარით ბარი არ უნდა წავსულიყავი ამ გზაზე, მაგრამ ახლა უკან მოსაბრუნებელი გზა აღარ არის, აღერხეს მოbrunება. მე როგორც ქრისტეს მიერი ძმა, როგორც ჩემს ქრისტეს მიერ ძმას მოგმართავ და გეუბნები. არის გზა. ეს გზა არის შენანება. შეინანო ყველა ეს სოდვა, რომელიც ღვთისა და მისი ეკლესიის და იერარქიის წინაშე ჩაიდინე და იმ ხალხისა, ვისაც აბრიყვებ და აჯერებ, რომ ისინი მართლები არიან.
მე ართოვანებული ვარ თავდადებული ქრისტეს და შენ ვისი ხარ ართოვანებული ანუ ის ეძახი ჩაგრულ ხალხს ხელისუფლებისგან იმას ხო არა მაშხალებს რომ მუშებდნენ ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს პარლამენტს პოლიციას მათ შორის ჟურნალისტებს რა თქმა უნდა რომლებიც თქვენ ბანაკში არ იდგნენ და დააზიანეთ კიდეც ეხლა იცით რა საუბარი ჩვენ ყველაფერ ამას გავაკეთებთ თქვენ კანონი არაკანონოთ ციხეში არ ჯარიმა არ დაგვიწესოთ სად არის ეგ ჩიმოკეთილო რომელი ხელი თქვენ უცხოეთში რომ იგივე გეკეთებინათ უარეს დღეში იქნებოდით გულახდილად ბოლო კადრები მაინც ნახეთ და მოусმინეთ თვითონ იმათ ის რომ სინამდვილეში საძარბასნე ხორცად იყენებენ ამ ხალხს სინამდვილეში რომ დაამხონ ხელისუფლება რომელმაც გაბედა ურჩობა და გაბედა რომ ჭირსმარიტად არა მოჩვენებით მოიპოვოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას იმიტომ რომ ეხლა რატო არ უნდა რომ ჩინეთთან ვივაჭროთ და არაბეთთან თვითონ ეხლა ხანს მიიღო ამერიკის პრეზიდენტმა ერთ-ერთი ესე იგი არაბი პრინცი და ძვირფასის უფრა გაუშალა და აღთოვანებული იყო რომ ის შეკვირდა რომ დივიდენდებს ჩადებდა შეერთებულ შტატებში ევროპაც იგივე ესწრაფის მათ შორის ჩინეთთან არაბეთთან ჩვენთან რატომ არ შეიძლება აი უბრალოდ მკითხულობ სად არის ლოგიკა სად არის თუნდაც ადამიანური სამართლიანობა იცით რატომ არ გინდათ ეს ჩვენ რომ გავხდებით ეკონომიკურად დამოუკიდებელი და სოციალურად გამოვაკეთებთ სურათს ვის რაში დაჭირდება თქვენი მონობა ან დასავლეთის ან ჩრდილოეთის აი ამაშია საქმე ამიტომ მე ვამბობ არა მარტო ღვთიური სწავლებით არამედ ყოველივე ამის გათვალისწინებით ღმერთმა დაალოცოს აწინდელი ხელისუფლება და ჩანაფიქრი სრული და ჭეშმარიტი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მოეპოვება. ეხლა თქვენ მეთქვით აი ეს რომ ასეთი ის ესეთია. კი, იესო ქრისტეს 12 მოციქულში არა უბრალოდ 500 მოწაფეში, როცა ამაღლებამდე ყავდა. 12 მოციქულში ერთი ყავდა იუდა ისკარიოტელი. მაგრამ მის გამო თქვენ ლანძღავთ ქრისტეს, ან პეტრე მოციქულს, ან ანდრიას, ან ბართლომეს, რა თქმა უნდა არა. ის რომ მოღალატეები იუდა ისკარიოტელები არიან საერო ხელისუფლებაშიც და როგორც ხედავ არიან საეკლესიო იერარქიაშიც. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. ესე რომ რაც ილაპარაკმა მამა დოროთამ ეს ყველაფერი არის თვალთმაღწევი დემაგოგია. ეგ ბევრ ფილოსოფოსებს კიდევ აღარ ჩაუღრმავდები, როგორც ერთ-ერთი საგალობელი ამბობს, ნისლსა ღმრთის მეტყველებისასა არ შევალ. რატო არ შევალ? მამა დოროთე შედის და არაერთხელ გაუკეთებია და რა დასკვნებს აკეთებს თქვენ ახლა გარდა მაგისა ბოლო განცხადებით ეკლესიაში რა მადლიო და ის მოებ შეყვალე ახლა დაგეტაკებო. ჯერ სული წმინდაზე როგორ უნდა თქვა მღვდელმა ასეთი სიტყვები ამ კონტექსტში. კარგი, ამასაც თავი ვანებოთ, ეკლესია რა არის, აი რო შევატაროთ, ეს არის სკოლის შენობაო. აქაც სრულობს. ეს გათვლილია ქრისტიანულად გაუნათლებელ მასებზე, აი რომლებიც წმინდანად ხადიან ასეც და პატრიარქად. სინამდვილეში, როდესაც ეპისკოპოსი პატრიარქის კურთხევით აკურთხებს ამა თუ იმ ტაძარს, აი თქვა დავიღოთ პეტრე პავლეს ეკლესია. მირონი უნდა სხოს ამ ლოცვის განმავლობაში, როგორც გარეთ კედლებს, ასევე შიგნით. მირონს ხება ჩაანაცვლა სამოციქულო ხელდასხმა. რატომ? რომ გამრავლდა პირველ საუკუნეში ქრისტიანობა მოციქულების გადაგებას დიდი წარმატება ჰქონდა. მთელი იმ დროინდელი მსოფლიოს მრავალი ქვეყანა მოიმოწაფეს და ფიზიკურად შეუძლებელი იყო ყველგან მისულიყვნენ და მოციქულებრივი ხელდასხმა აღესრულებინათ, რითაც სულიწმინდის ნიჭებს გადასცემდნენ ახლად ნათელღებულებს. ამიტომ იმჟელეს, იმარხულეს და კურთხევა მოიღეს ღვთისაგან. რომ მირონცხებით მომხდარიყო ეს ყველაფერი და ადგილობრივ ეპისკოპოსებს მისცეს კურთხევა, ეკურთხებინათ, მოეხარშათ მირონი, ეკურთხებინათ და მღვდლებსაც გვაქვს უფლება ცხოთ მირონი. ეს ტაძარი მაგალითად პატრიარქის კურთხევით საერთოდ მღვდელმთავარი აკურთხებს პირადად მე გამომიგზავნა ლოცვა კურთხევა რომ მე მეკურთხებინა ეს ტაძარი ჩემი ცოდვილის ხელით არის ნაკურთხი. ჩვენ არა მარტო ტაძარს და კედელს, ცოცხალ ადამიანებს ნათლისღების ჟამს ცხებთ მირონს. და ვამბობ სიტყვებს ბეჭედი მონიჭებულა სულისამერძნესა. ეს სულიწმინდის ბეჭედი, რა თქმა უნდა, როცა ტაძარი ეკურთხება და მირონი ეცხება, მათაც გადაეცემა. ანუ პირდაპირ ცრუობს, რომელსაც თავი მოაქვს ღვთისმეტყველად, ცრუობს, რომ ტაძრებზე არ არის მადლი. ტაძრებში არის უდეს გარდა ყველაფრისა.
უდიდესი საეკლესიო საიდუმლოები აღესრულება ამ ტაძრებში. დაწყებული ნათლობით, რომელიც ესე იგი დასაბამია საეკლესიო საიდუმლოდ და გასრულებული ევქარისტიით ან წმინდა ზიარებით. აქაც სრულობს. ის იმდეს იზავს, რომ თავად დაკარგავს ამ მადელს და სამწუხაროდ ბევრს გაიყოლიებს იქა. ბრიყვებს რადალებს ამ ქვეყანაზე და რეგნებს. ისე რომ როგორც ძმას მოუწოდებს შეინანოს ეს. ადრე თუ კიდევ გვიტოვებდა იმედად რომ პატრიარქთან მაინც შეინანებდა, ეხლა ამ პატრიარქს უჩივის ბართლომეოსთან. ქართლელი ვარ, ტეტიურად პირდაპირ გეტყვი. ვიდრე ჩახვა არ მისცე ძმაო დოროთე კონსტანტინოპოლის პატრიარქს, მანამდე გაიგე პაპთან ხომ არ არის და ერთად ხომ არ ატარებენ მესას. ანუ არის მწვალებელი. კონსტანტინოპოლის პატრიარქი პირწავარდელი მწვალებელია. ხო და ვისთან მიდიხარ შენდობაზე? ეს იცით რას მაგონებს ერთი გურული ანდაზა. კაცი მამაზულობდა და მამინაცვალს ყვარობდაო რა. ბარი ახლო ვერ მოვლენ ჩვენს პატრიარქთან ესენი ყველანი. შეიძლება პომპეზურობით გამოიყურებიან ასე, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ბოლოს და ბოლოს შენი მამა არის. ხელი მაგან დაგასხა რა, მაგან დაგაჯილდოა. მაგან აგიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში. ასეთი უმადრობა როგორ შეიძლება? ღმერთმა ყველას სინანული მოგცეს. მათ შორის და ბოლოს შევთხოვდი შენს მოგვარეს სახელოვან ქართველს და სასულიერო პირს მღვდელმოწამე მამა ანდრია ყურაშვილს. ღმერთ შეავედროს შენი თავი და შენი თანამძრახველების და ჩვენს არ მოკლებოდეს და სრულიად საქართველოს ამ წმინდა მამის ლოცვები მამა ანდრია ყურაშვილისა. აქ იყო თვითმხილველი ამისი აფხაზეთიდან. ესე იგი ერთი კვირა და მეტი ვიდრე მიაბარებდნენ. არც მიაბარეს სიძულვილის ნიშნად. მისი სხეული ამბიონზე იდვა და სისხლის დიოდა. არ შედედდა. ეს არის სასაული. ერთ-ერთი ნიშანი მისი სიწმინდისა და სხვა თუ არაფერი საყვარელო მან ყველაზე მაღალი მცდება აღასრულა. სულითვისი დასდვა ახალგაზრდა კაცი იყო არ დაგავიწყდეთ. სულითვისი დასდვა ქრისტესთვის და საქართველოსთვის. მიაქციეთ ყურადღება არც ჩრდილოეთისთვის დასდვა სული და არც დასავლეთისთვის, მას სული დასდო საქართველოსთვის. ვერათქმევინეს რომ აფხაზეთი არ არის საქართველო. და როცა უნდა დაეხრიტა, თხოვდნენ რომ შებრუნებული იყო ზურგით. არა, მე არ შევბრუნდებიო. მე უფალმა მასაბლა რომ ამ სიკვდილის კი არ მეშინოდეს. აი, მეორე სიკვდილისო. მეთაღვანე რა. გაგიკვირდება რომ მე-20 საუკუნის მიწურულს ასეთი დიდი წმინდანი ყავს. ეხლა მე და თქვენ ადრე შევრაცხავთ გვიან, ეს არ არის არსებითი. ბევრი წმინდანი იყო მოგვიანებით შერაცხეს და რამე დააგდა, ეს ჩვენ გვემატება ის მეოხება მისი, როცა კანონიზირებულია წმინდა ეკლესიაში. აი, მის მოგვარეს მამა ანდრიას შევავედრებდი, მამა დოროთე ყურაშვილს, ძმათა მისთან. და ყველა იმ ხალხს, რომელიც აყოლილი არიან სიბრმავით და ფანატიზმით. მას. ეხლა კი, როგორც ხონდა მხედველობაში, უბრალოდ ეს უნდა მეთქვა ქადაგება დღის, მაგრამ დაემთხვა, რომ ეს ვიდეო კლიპი გამომიგზავნეს, ვნახე და საჭიროდ ჩავთვალე, რომ მეთქვა. აი რას გვასწავლის წმინდათა შორის მამაი ჩვენი გრიგოლ პალამა, გვიანდელი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი ღვთისმეტყველი და წმინდა მამა, რომლის სხეული არის გაუხრწნელი და მე მეცაც გეტყვით. ღვთაებრივი ნათელი, რომელსაც მთელი შეგნებული ცხოვრება ქადაგებდა და ასწავლიდა, ჩანს მის საფლავზე, თვალხილულად ჩანს. არა მარტო მის სიცოცხლეში ქადაგების დროს ნათდებოდა თაბორისეული ნათლი, მისი პირის სახე და მზესავით ანათებდა და ამას მრევლის საგრძნობი ნაწილი ხედავდა, არამედ შემდგომად მიცვალებისა.
გულისხმიერად მოისმინე, ჩვენ რომ გონია რომ ლოცულობ, ლოცველი ვარ, მამა ოიმდენს ლოცულობ, საათობით დგევარ, შეიძლება დღე და ღამე იყო, მაგრამ ნაყოფი არ ქონდეს ამ ლოცვას. მოდი ყური მიუხრათ და გულის ყური პირველ ყოვლისა წმინდა მამის სწავლებას, რასაც ის გვასწავლის, მან წმინდა წიგნებიდან კი წმინდა წიგნებიდანაც ამოიკითხებდა ციტატა მოყავს ისაკ ასორიდან, ნილოს სინელიდან, ბასილი დიდიდან, იოანე ოქროპირიდან და სხვა, მაგრამ ყოველივე ეს მან გამოცდილებითაც მიიღო. და ავლენდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, ავლეს შემდგომად მიცვალებისა. ხშირად გვისაუბრია მასზე და ამბობს ეს წმინდა მამა, რომ საღვთო მცნებათა აღსრულება სულს ვნებათაგან გასმენს და შეეწევა წმინდა ლოცვას. ესე იგი, უეჭველი პირობა, რომ წმინდა ლოცვა გქონდეს, არის ვნებებისაგან დაცხრომა, ვნებებისაგან გაწმენდა. ხოლო როგორ მიიღწევა ეს? ცნებათა აღსრულებით. ადამიანის გრძნობა გარე მოქმედებით იმართება, ანუ გარეთ რაც ხდება, მაგრამ როდესაც ადამიანი შიგნით მიიქცევა, ვნებები ცხრება და ჩვენ სულიერისადმი აღვიწევით. ამადაც გვასწავლიდა უფალი, რომ ეცადე დარჩე შამითი შამათ მაინც საკუთარ თავთან და შევედ საუნჯესა შენსა შენ გულში შედი და დახშკარი შენი. დახშკარი ნიშნავს დაიცხრე ვნებები და მელაპარაკე მე. ერთ-ერთი პირველი მადლი ნიჭი, რომელიც პირველ ადამიანებს ადამ და ევას ღმერთმა უბოძა, ეს იყო არა მარტო უკვდავება, თავისუფალი ნება, გონება და განжის უნარი, არამედ ლოცვა. ლოცვაში თლიანდებოდნენ ისინი ღმერთთან. ლოცვაში ერთდებოდნენ ღმერთთან და ამას გვასწავლის ეს და მრავალი სხვა წმინდა მამაც. მაგრამ ცნება როცა დაარღვიეს, ანუ ვნებებმა გაიღვიძა და იმიტომ იყო მე მიუდგა და შვა, ანუ ხორციელი ცოდვით. ამიტომ იყო რომ კი არ გაიხარეს ამჯერად, როცა ღმერთის სიახლოვე იგრძნეს, ანთროპომორფულა წერია ბიბლიაში, რომ გაისმას სამოთხეში ღმერთის ფეხის ხმა. ეს ნიშნავს იმას, რომ სიახლოვე იგრძნეს ღმერთის და ამჯერად კი არ გაიხარეს, პირიქით დაემალენ მას. იმიტომ რომ სინდისმა, რომელიც მოუსყიდველი მსაჯულია, როგორც ოქროპირი ამბობს, ამხილა ისინი. და მერე უკვე უფალის ეკითხება. არა იმიტომ რომ არ იცის, იმიტომ რომ აღიარებინო სოლა. ესე იგი, მაგრამ მათ კი არ შეინანეს სოდვა. თავი იმართლეს და ერთმანეთს გადააბრალეს. ესე იგი, ადამმა ევას, ევამ გველს და სამივემ საბოლოოდ წყევა მოიმკო. ეხლა ადამიანი რომელიც სოდავს და არ ნანობს, ეხლა დოროთე იქნება თუ სხვა იქნება, ეგ უკვე სხვა ამბავია. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, როცა შეგვეშლება ნეფსით უნებლეთ, იმიტომ რომ არც კაცი ცხონდეს და არას სოდოს, ეს არის შევინანოთ. მეხსეულად მაშინვე. კი არ გავჯექდეთ სოდვაში, კი არ გავქვაკვდეთ, არამედ შევინანოთ. იმიტომ რომ მოსაჭიდელი ეშმაკს აღარ ექნება. სინანული ისეთი ძალა, რომ ეშმაკი ახლოს ვერ ჩერდება. გულის ადამიანს ცდილობს აცნობს, მას თორე იმიტომ ქვია. მაგრამ სინანული არ აძლევს საშუალებას დაეუფლოს საბოლოოდ. ვით თუნდაც ერთი შემთხვევა იოანე საჭორისიდან მოგიყვანეთ დაახლოებით თვენახევრის იმ ქადაგებაში. ეშმაკი რომ გამოეცხადა და ღმერთმა აღმითქვა თხოვეო და ვაპატიებ ეშმაკს. ყველა ცოდვას რაც ათეული საუკუნეები ჩაუდენია, თუ ერთხელ მაინც ილოცებს. კი ბატონო, ვილოცოთ, უთხრე ეშმაკმა მხიარულად. წვიდა ღმერთო, წვიდა ყველაფერს იმეორს და უხარია იოანე საცაჩენდობას მიიღებს, მაგრამ სინანული როგორც კი გამოთქვა, შემიწყალე მე ღმერთს მიმართავდა. იოანე გაქრა ეშმაკი და გაისმა გლოსოლალით ხმას ეციდან. ხო მიხვდი, მამა იოანე, რატომ არ პატიებ ეშმაკს? უბრალოდ არ თხოვს პატიებას. სულ ეს არის და მზად არის ამდენი ბოროტება, რასაც ანთხებს. ათასლეულებია, სატანა აპატიოს. რაც ვერფასი ყოფილა, საყვარელო სინანული, რა დიდი ძალა ჰქონია. ისმის მართლაც ლოცულობს, გონება გამბნეული არ უნდა იყოს. ჯერ არ საერო საგნებთან თავისი კავშირი გაწყვიტოს. ესე იგი დგას ლოცვა თითქოს და ფიქრობს მიწიერზე. რა ჭამოს, რა ჩაეცვას, რა შეიძინოს და ასე შემდეგ. რაზეც წარმართების ზრუნავენო და თქვენ მოიქნებით ასეთებიო. როდესაც ლოცვა დადგები, გვარიგებენ ღმერთშემოსილი მამები, ერმაშად კი არ უნდა დაიწყო დიდების მეტყველება. ცოტა ხანი უნდა შეჩერდე. სიმშვიდეს რომ იბრძნო გულში. ნებების დაყუდება შეუდგე
ქების მეტყველებას და დიდების მეტყველებას ღმერთის. არც ძალიან ჩქარა, იმიტომ რომ გონება ვერ მიყვება და არ მოусმეს. არც ძალიან ზანტად, რადგან გონება გაებნება ადამიანს და მიწიერი საგნები წამოვა მე ეს გარეგანი მოვლენები. შენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, ილოცი, აი მაგალითად მე ლოცულობ ხმადაბლა ჩემი ტემპერამენტიდან გამომდინარე. აი საშუალო ისაა, ჩემი ტემპი ასე თქვა დაჭერილი. ეს ლოცვა უფრო ნაყოფიერია. ასევე თვითონმა მიუსადაგოს თავის ბუნებას და მამათა სწავლებას. ამ პირობით, ანუ თუ მიწიერ საგნებთან გაწყვეტს კავშირს, ისინი შეძლებენ წმინდა ლოცვას მიაღწიონ ყურადღების დაკარგვის გარეშე, ანუ გონება აბნეულობის გარეშე. როდესაც წმინდა ლოცვის მოხვეჭის შინაგანი წყურვილი ყლავს, საჭიროებს შრომას, რომელიც მარხვასა და მღვიძარებას ახლავს. ესე იგი კიდევ რა სათნოებს გვისახელებს? მარხვას და მღვიძარებას. ანუ რა? გული რომ ესე იგი გულს რომ აკონტროლებდეს გონება. ჩვენი ძაღლია. ადამიანში უმაღლესი ორგანო, ერთ-ერთი უპირველესი სასიცოცხლო გონებთან ერთად არის გული. სულიერი თვალსაზრისითაც წმინდა მამებთან ვკითხულობთ, რომ გული არის უმთავრესი ორგანო სულიერი ცხოვრებისა. გონება რაღაცა. არსენი დიდი გვპასუხობს და გვეუბნება გვასწავლის რა, რომ გონება არის მცველი ძაღლი, მცველი ქოფაკი, რომელმაც გულში არ უნდა დაუშვას არაფერი შეუფერებელი, არაფერი არაწმინდა არ უნდა ამოუშვას გულიდან. აი რა დანიშნულება ქრისტიანული გაგებით გონებას ადამიანში და რატომ ისა იგი ღმერთმა. იდეალურია, ამბობს სოლომონ ბრძენი, როდესაც ადამიანი მოიპოვებს გული გონიერს. შეერთმანეთი რო ხდება გულისა და გონების. და ერთი მსახურება აქვს ღვთის წინაშე და ლოცვა ხდება დაწყნარებული და წვიდა. აი რას ამბობს ისაკასურიდან მოყავს ციტატა, ასეთი ლოცვა რა შემოაქვს ადამიანის გონებაში, ცოტა მოგვიანებით ამოგიკითხავთ. როდესაც წმინდა ლოცვის მოხვეჭის შინაგანი წყურვილი ყლავს, საჭიროებს შრომას, რომელიც მარხვასა და მღვიძარებას ახლავს. ამგვარად მოგვდინდება სხეულის ცოდვიანი მიდრეკილება. ეხლა აქ მოდიან ჩივიან ახსარებებში მეხიმება უბრალოდ მამაო სიძვის ნებამებზის მრისხანების განკითხვის. ნუ მეუბნები მაგალითად სიძვაზო. და მე იქვე ასახელებს რომ ნაყროვანებაში ვარ ხშირად. ჭამ ბევრს, ჭამ სხვადასხვას, ვეძებ გემრიელს. მე ვუთხარი შვილო, რამდენჯერ შეგაგონე რომ ერთ-ერთი უპირველესი მიზეზი, რაც აღვიძებს ადამიანში სიძვის ნებას, ნებათაღელას, არის ნაყროვანება და გემოთმოყვარება, ესევე მემთვრალეობა, რომელიც ნაყროვანების უკიდურესი ზღვარი, ამის იქით აღარაფერია, ამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი. ეხლა ჩვენ თუ იღებ ეკლესიისგან დარიგებას მოძღვრის სახით, არასრულებ რიღასთვის მოდიხარ და რაზე მელაპარაკები, რომ შენ სიძვის ბრძოლები გაქვს. ეს იცით რა არის? მარტივად რო განუმარტო ასეთებს. ნავთით ეცადო, ცეცხლი ჩააქრო. ჩააქრო, პირიქით უფრო აგიზგიზდება. ასე ხდება. ამიტომ რა გამოდის? ეს ადამიანი გამოდის თვალთმაცი, ეს მორწმუნე, ფარისეველი. მოდის და ფარისეულურად ნანობს ცოდვას მაგალითად სიძვის, თუმცა არანებებს თავს ნაყროვანებას, გემოთმოყვარებას. ბოლოს და ბოლოს მამაო რა არის ზომიერი ჭამა. როდესაც სუფრიდან დგებით, გვასწავლიან წმინდა მამები, ცოტათი კიდევ უნდა გინდოთ. ეს სიმშილს კი არ ნიშნავს. ცოტათი ეს დიდი მამები იყვნენ, რომ ასკეტურად მარხულობდნენ. ჩვენ ამას ერისკაცებს უფალი და ეკლესია არ თხოვს. მაგრამ მეორე მხრივ გვაფრთხილებს, რას მოგვიტანს ნაყროვანება, გემოთმოყვარება, მემთვრალეობა. როდესაც ერთხელ და ბევრჯერ ლეტყვი ადამიანს და არ უნდა გამოასწოროს, აი თქვენ როგორ მოიქცეოდით მინდა გკითხოთ. მოძღვარი რომ იყოთ. გლეხი რო ყანას თოხნის, უვლის ყველანაირად ზეც არაკლია, არ წყალია და არც ხვნათესვა რა გადარჩენია? ეს ხე უნდა ამონერგოს იქიდან და სხვა ნიადაგში გადანერგოს, იქნებ იქ მაინც გაიხაროს. მე ეს მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, პაპა ჩემიდან. ის ხე მიყვარდა, კარგად, ესე იგი, ლამაზი ხე იყო, ლამაზი ყვავილი ჰქონდა, მაგრამ ნაყოფს ნაკლებად ისხამდა და ბევრს ვალობდა პაპა ჩემი. მე მახსოვს დილის 4-5 საათზე წაუყვანი ვარ 1000-ში ერთხელ მithოვია, მიდიოდა და გვიან მოდიოდა ხოლმე ღამე. მუშაობდა ვენახში. მის ვენახში ერთი კენჭი არ იყო ზედმეტი, ცნობილი იყო ამითაც პაპა ჩემი. ხო და
ამხის ამონერგვა რო დაიწყო, ამოთხრა და ისე დავიწყე ტირილი როგორც ბავშვმა, რომ რატომ მეთქი რა ლამაზი ყვავილები აქვს, რა კარგი ხი არის, ძალიან მიყვარს მე ბავშვურად, გულჩვილად. ხო და მაგან მეთხრა შვილო, ნაყოფს არ იძლებავა, ყველაფერი გავაკეთე რომ ნაყოფიერი ყოფილიყო. ეხლა კი არ უნდა გადავაგდო ან ცეცხლში დავწო. აი იქ უნდა გადავრგავ, ეგ ცოტა სხვანაირი ნიადაგია კუთხეში ვენახის და იქნებ იქ გაეხაროსო. და ასეც მოხდა მერე. ეს იყო ერთ-ერთი პირველი სწავლება, რომელიც მივიღე ბავშვობაში. და ასე შემდეგ. რა კარგი პაპები და ბებიები ყავდა. და როგორ ზრუნავდნენ ჩვენი მშობლები და დღეს მშობლებს ჩვენზე უკეთეს შემთხვევაში ზრუნველობა ეს რომ კარგად ვაჭამო გვასმან უნივერსიტეტებში მოგვაწყონ უცხოეთში გაგვამზადო რომ კარგი ჯიპი ღიპი დავიყენოთ და ასე შემდეგ. ეს არის დათორის სამსახური სინამდვილეში შვილების მიმართ. ახლა დანარჩენს აღარ შევყვები, მიუბრუნდეთ წმინდა გრიგოლ პალამას სწავლებას. მას გულისხმები ჩდება, თუ ამას არ მართლობთ, არ გვიძარებთ და ეს გულისხმები ნებებს აღანთებენ, სუსტებიან. ამ ბრძოლას თავდაპირველად წმინდა მობიერებასთან მიყავს. ერთ-ერთი პირველი ნაყოფი რა არისო? თუ მღვიძარება გაქვს, მარხვა, ლოცულობ, ცდილობ, იღწი, იბრძვი, როდესაც ლოცვა გიჭირს, მაგრამ მაინც ლოცულობ, თავს ძალასთან იცოდე რომ მოწამის სისხლს ანთხევო, ამბობენ წმინდა მამები. ჩვენ კი როგორც კი შემოგვიტევს, ეშვა, მე ზარება არ მინდა, მიჭირს, სხვა საქმე მაქვს უფრო მნიშვნელოვანი და თავს ვიმართლებთ ადანაირად. მაგრამ ადამიანის სინდისი ეუბნება რომ ჩაჩიჩინებს, თქვენიანი თვითონ რომ არასწორად იქცევა. მაგრამ ეს ადამიანი დროთა განმავლობაში როცა აღარ უსმენს სინდისს, ხდება უსინდისო, ურჩი, თავხედი, თვითდაჯერებული, მზვაღობარი, ქეთმაღალი, ამპარტავანი. ყველაფერი ხდება რომ თავი იმართლოს. ესე იგი თავდაპირველად თუ ამგვარად იღწვი ლოცვის გზაზე, რომ წმინდა ლოცვა მოიპოვო, მობიერება შემოდის შენში. იგი ღმერთს მგზნობიარეს ხდის, როგორც მოყვარულ მამას და კეთილ შემსმენელს მვედრებელი ადამიანის თხოვნისად, ანუ ღმერთს განაწყობს, რომ მოусმინოსო ასეთის ლოცვას. წმინდა ფსალმუთ მგალობელი დავითის თანახმად, გული შემოსული და დამდაბლებული და ღმერთთან არა შეურაცხოს. ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველის თანახმად, სხვა არაფრით თაყვანის იცემების ღმერთი, როგორც განსაცდელთა დათმენი. ამ გზაზე ღმერთი მოგვილენს განსაცდელებსაც. აი ახლა რომ თქვა, ზაფხულიდან დაწყებული აქამდე სულ ამ განსაცდელებშია თქვენი მოწვარე. ლანძღვა, გინება, შეურაცხყოფა, ცილისაება არ უსმენ ამათ. ესეც და ისიც ერთ-ერთ დეკანოზზე რომ გამომიზადოს რომ ლანძღვას და მერე ვითომ ნახა რომ ხალხს არ მოეწონა ჩემი ლანძღვა და შეეშინდა მრევლი არ დაეკარგა და ვითომ ბოდის სიხდის. ჩემგან დაუსრებლად რა თქმა უნდა. ხო და ამ ბოდიშის მოხდაში კიდევ უფრო აბუჩათ მიგდებს და პირდაპირ მიწერეს მერე და შენ ბოდის კი არ იხდი, სინანულიც არ აგაქვსო. კიდევ უფრო ამცირებ და აბუჩათ იგდებო ამ მოწვარს. ესენი მე ვიცი სულიერმა შვილმა თითო როლამ და მოყვასმა გადმომიგზავნა და მე არ ვიქეკები, არ ვეცებ ვირას ეს. ამასაკიდან დიდი ხანია გამოვედი. არც ზაგება, არც ქება, არაფერს არ ნიშნავს. პირიქით, აი მამაშვილურად გეუბნები, იცოცხლეთ, მიყვარხართ იცის ღმერთმა, ისე დავბერდი და ისე დამეავანდა, ისე დავიღალე, ეგოში ჩემს აგდგას, ბრეულს უთხარი დავიღალე ადამიანებისგან. ნატურა და მაქვს ერთ ჩემს სულიერ შვილს ველაპარაკებოდი ამ ადამიანს, გუში რომ ერთი პატარა სახლი ავაშენო, ქალაქ გარეთ და გადავიდე და შეიძლება საერთოდ თქვენ როგორც ეძახით პენსიაში გავიდე. მაგრამ ვიდრე ძალაბა, მე ამას არ გავაკეთებ, არც მაქვს უფლება შვილის კანონით ვივლი ტაძარში. რატომ მინდა იქ გავიდე, რომ ტრასაზე დავდგები, მოვალ ტაძარში, აქედან ქალაქში არ შევალ იშვიათი გამონაკლისის გარდა. არც მეუღლე ვიყავ, მადლობა ღმერთს, შემაწუხოს ჩემს სულიერ ცხოვრებაში. სახლშიც რომ მივდივარ, რას ვაკეთებ? ცოტას რომ დავისვენებ, დიდხანს ვერ ვისვენებ. ძილი მიჭირს საერთოდ. 15-20 წუთის მერე ჯდები ისე საწერ მაგიდაზე და საუბრობ წმინდა მამებთან თარგმნით. მინდა მოგილოცოთ. აი ამ ორ დღეში დავამთავრე თითქმის ერთი იკოსი და კონდაკიღა დამჭა ბოლო ლოცვა სიმონ ღვთის მიმრქმელისა. არაჩვეულებრივი საკმაოდ რთული სათარგმნიც იყო. ორი დაუჯდომელი ღვთისმშობლისადმი. ამ დღეებში მოიტანენ. ორი გაიგზავნება, მაგრამ ეგრეთ წოდებულია ახალი წელი მოდის და ამიტომ ქართველები სხვა რამით არიან დაკავებული ამ უაზრო დღეებში, ბუნებრივია ჭამასმა დიდად შესარგი
სტამბა არ იმუშავებს და მე ისე დაიბეთ და ასე შემდეგ. მე ხო ვფიქრობ უკვე სიკვდილის მიახლოვდება და მეც ვახლოვდები სიკვდილს. როგორ უნდა ვიყოს შემდგომში, როცა დაუძლურდები ამაზე მეტად. როცა სიარული, იმიტომ რომ საკმაოდ რთული პრობლემები მაქვს სახსრებზე, ყველაფერს ხარ მოყვე, მამაშვილურად გელაპარაკები. რა უნდა გააკეთოს? ყველანი ადამიანი უნდა დაშვეს და იფიქროს, თორემ მე რომ მოვა თავს განსასწრელი, მე კი არ უნდა დაიწყო ელდარო გეცემა. რა ვქნა და როგორ ვიყო. მე ერთი რამე ვიცი რომ გულიდან უფალს უკვე ვეღარავინ ვერ ამომიშვა. მე უფლის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და არც მინდა. და ვერც წარმომიდგენია, რა უნდა ვაკეთო? ამდენი უაზრობა და დიდი დღე მატულობს და ამაუება ადამიანურ ცხოვრებაში. თავი ახალგაზრდობაში არ ვიყავი გატაცებული და მეტად სიბერეში. ერთი რამე ვიცი რომ ლოცვა წმინდა მამების კითხვა და წმინდა წერილთან ერთად და თარგმნა. თარგმნაც მანიჭებს დიდ სიამოვნებას. სულიერ სიამოვნებასაც და ესთეტიურ სიამოვნებას მანიჭებს ქართული კალიგრაფია რომ გამომყავს. კალიგრაფია შინაგან ადამიანზე მეტყველებს. და ასე შემდეგ. ესეც სიამოვნებას მანიჭებს. მართალია პოლიართრიტი მაქვს, მაგრამ ვცდილობ რამდენი შემიძლია პასტა მეჭიროს ხელში და წერდე. მე თითებს ვასვენებ, გავივლი სახლში, გამოვივლი შიგნით, სახსრების გამო და ასე შემდეგ და ისე ვიგივი და გუშინად გვიანღამე ვიჯექი და თარგმნიდი ვასკულის მიმრქმელის დაუსტომელს და ვფიქრობდი, რა კარგია უფალო შენი თავი შემაცნობინე. რა კარგია რომ ვიცი რომ არსებო. აი ესეთი აზრები მოდიოდა ფრაგმენტულად ჩემს ცნობიერებაში. და მე გავაგრძელე ისე თარგმნა. გისურვებთ თქვენს, აი გრიგოლ პალამას მოვუსმინეთ, ეს ხო მე ვამბობ, რას ამბობს ამაზე გრიგოლ პალამა. გისურვებთ თქვენს, უფლით იყო დაკავებული და მარტო ლოცვის დრო რომ მოგივა სახლში დადგე ხატებთან კი არა, ხალხშიც, გზაშიც და არა მარტო ტაძარში და შინ ლოცულობდე და ღმერთთან საუბრობდე. როგორ მამაო კანონები დავიჭირო არა? უფალო იესო ქრისტე, ხუთი სიტყვა იოსების სიხასტე როგორც გვასწავლეს, შემიწყალე მე. და პატრიარქი არის რა მობიერი ადამიანი, ანალიზებს და ხედავს რა მძიმე ვითარება, ბევრი და მათ შორის სულიერი თვალსაზრისით, ეს რა გითხრა რომ ორი სიტყვა მაინც ილოცეთ. უფალო შეგვიწყალე. და თუ შენ ესეც არ გინდა, სადავე ქრისტიანი ხარ მე მინდა გითხო. ჩვეულებისა ადამიანებს ყურადღებით მოისმინეთ, სიამოვნებთ ამაო საგნებით იყვნენ დაკავებული და ლოცვასთან მიმართებაში სრულ უმეცრებაში არიან. თუმცა მათ, ვინც ღირს იქმნენ ლოცვის წყურვილისა, ვისაც გაშენიაო ლოცვის წყურვილი და იგრძნეს რა არის ლოცვა, რისი მომტანია, როგორი სიტყვებისა, პირდაპირი გაგებითაც ზოგჯერ პირში სიტყვებას გრძნობ, როცა გულით ლოცულობ. ანუ ესაუბრები უფალს. ეს წმინდა მამებთანაც წამიკითხავს მე. თუნდაც იგივე იოსების სიხასთან. ასეთმა ვისაც ლოცვის წყურვილია, უწყია რომ ეს ბრძოლა ლოცვისთვის, რომ მოიპოვო წმინდა ლოცვა, არა წარმოსახვითი მცდელობაა და არა ხანმოკლე მოვლენა. დიდ ხანს არის საჭირო ბრძოლა. აი რა კი ვახსენე და მესამედ ვახსენებ ახლა იოსების სიხასტის ცხოვრება წაიკითხეთ. დღე და ღამეებს როგორ ატარებდა რა ბრძოლებში. თქვენი თქვით რომ ის ბერი იყო, არა როგორ სულიერი შვილები წყავდა და მათზე წრუნავდა. ჩვენ უფრო ბევრი საზრუნ გეთახმებით. მაგრამ ვის შეუძლია გულიდან ამოგვართოს ეს ხუთი სიტყვა, უფალო, იესო ქრისტე შემიძლია, თუნდაც ეს ორი სიტყვა, უფალო შემიძლია. იცი რა, მამაო, ბეზრდება, იმიტომ რომ გარე საგნებისკენ ხარ მიქცეული. ის უფრო გინდა, ვიდრე ეს უფალთან საუბარი. არც კი გესმის, რომ ლოცვა არის ღმერთთან საუბარი. არა ლუღლუღი, არა ბუტბუტი, არა ვალის მოხდა, როგორც ქრისტიანის. არამედ ცოცხალი საუბარი უფალ ღმერთთან, შენ შემოქმედთან. ადამიანებმა მოწყურებულთა ლოცვა საკუთარი გამოცდილებიდან იციან, რომ ლოცვა ადამიანს დაუსრულებელ ენერგიას აძლევს, პირდაპირი გაგებით ამბობს ამას, რომელიც სულში ჩაკირული საფრთხო მადლიდან მომდინარეობს. ეს მადლი როდის ეკირება ადამიანს? ნათლისღების ჟამს. მაგრამ ერთნი იყენებენ ამ მადლს და ამრავლებენ, ანუ ტალანტს, რომელიც ღმერთმა შთაგითხო ნათლობის ჟამს. მეორენი ივიწყებენ და მტვერს აყრიან
შეუფერებელი ბოროტი გულის სიტყვებისა, სიცვისა და ასე შემდეგ, ნებათა ხელმის აღარ მოყვები. ადამიანში ხდება სასწაული ლოცვის როგორც წყაროს თვალის შეგრძნებისა. წმინდა სიხარულს რომბადებს, ესე იგი ადამიანი გრძნობს, რომ სიხარულის წყაროს თვალი გარეთ კი არ არის, აი ამ საგნებში, სიმდიდრეში, ურთიერთობებში, არა, გულის სიღრმეშია, სადაც მადლია ჩაკირული, იზბადებს ადამიანში ენით გამოუთქმელ სიხარულს, რომელსაც თუ კი ერთხელ მაინც იგრძნობს ადამიანი, ვერაფერს ვერ შეადრის და ვერაფერს არაფერში არ გაცვლის. ლოცვა თავისკენ იზიდავს გონებას, განაშორებს მას მრავალსახოვანი და მატერიალური ფანტაზიებისგან. შეეწევა გულგლივი დარჩეს ყოველივე ხორციელისადმი, რომელიც გადადის რა ტკბობიდან გულისხმებში, ადამიანის ვნებიანი ტკბობისაკენ იზიდავს. ადამიანი, რომელიც წმინდა ლოცვისათვის იბრძვის, გრძნობს, რომ თურმე ნახე რა, ლოცვისთვის ბრძოლაა საჭირო, გაჭირვებაა საჭირო. მე მინახავს მამა გაბრიელი 2-3 და მეტი საათი მუხსენ მგონი და პირველად როცა ახალი სტუდენტი ახალი მისული ვიყავ სასულიერო სემინარიაში ცხეთაში როცა მითხრეს დედებმა რომ მას ბარძახის ძვალი ჰქონდა მოტეხილი და დიაბეტის გამო არ უხორცდებოდა გავოცდი როგორ იდგა საათობით მუხლებს იდგა და ტიროდა უყვარდა განსაკუთრებით ივერის ღვთისმშობელთან ლოცვა დაავედრებდა ქართველობას საქართველოს საქრისტიანოს ადამიანი რომელიც მას წმინდა ლოცვისათვის იბრძვის გრძნობს თუ მისი სული როგორ განაგდებს საყვარ ხორციელს რახვებს სურვილიც აღარ აქვს მე ამ გარეგანი რაღაც ტკბობისა და სულთან ერთად ზია იწევა ამ ბრძოლისაგან აი ეს არის სინამდვილეში ვერ მომოსნობა განმხოლოებულ ცხოვრების აუცილებლობა და მოთხოვნილება დგება ეგრე ვითარად მლოცველი ადამიანის სულსა და გულში მთელ არსებაში მაგრამ ეხლა ნახეთ ამას უნდა გახავდეს მონაზვნად და მონაზვნები რა შადიან დააყენეს გლობიდან და იძახის რომ ეხლა მეტი დრო მექნება მიტინგზე სიარულისთვის ამ დროს ამბობს ყველას აკრიტიკებს მაღალი ერა დაბალს რომ არაფერი არ იციან გაუნათლებლები არიან რუსეთუმეები არიან და თვითონ არის ყველაზე უმეცარი სინამდვილეში ეს თავი მისივე გამონათქვამებიდან შანს ეს მე რამეს კი არ ვიგონებ რასაც ამბობს აი იმას ვაანალიზებ და ვასწავლე რომ ეს ადამიანი არის ღრმა ხიბლში და საერთოდ ორიენტირები აქვს დაკარგული სულ სხვა მიმართულებით მიდის ვიდრე მას ქრისტე მოუწოდებს მოვეჩემდა და ის ქრისტესგან მიდის თან არის რატო უწოდე ერეტიკოსი იმიტომ რომ თავისი მცდარი შეხედულებების გასამართლებლად მოხავს სახარებიდან ადგილები ხადაგიგოსავით არასწორად განმარტავს და ასე შემდეგ და მეორე მხრივ ამბობ რომ არავინ არაფერი არის მხოლოდ მანიცის ღმერთმა ჭეშმარიტების შემეცნება მისცეს მას ესე იგი ამ ბრძოლისაგან ადამიანი სულერთიანად სული ხდება თითქოს მარტო სულიღაა ადამიანი თანახმად წერილისა შობილი იგი სულისაგან სულიარს გამოცდილება ყოველივე ზემოთქმულის რეალობას აჩვენებს გულისხმობს საკუთარი გამოცდილებას არა მარტო წმინდა მამების ღვთისადმი ჭეშმარიტი ლოცვა ღვთის განუწყვეტელ ხსოვნასთან ერთად სულში კეთილ საიმედო ადგილს პოულობს იმისთვის რათა სული წმინდის მადლი მიიღოს უფალი ამბობს რომ მისმა მამამ ზეცით მოსეს სული წმინდაი რომელიც თხოვდნენ მას ეძიებდე და მოგეცემა ირეკდე და განგეხოს ზალი თვით სიკეთესაც არ მოგცემს უფალი იმიტომ რომ თავისუფალ არსებებად შექმნა ეს ჩვენ უნდა გვსურდეს აი ამიტომ ამბობს ხშირად მithქვას უფლის სიტყვები მომიგონებია რა მევრე ყოველი ადამიანის გულის კარზე რა არჩეულია გულის კარი შელეწოს და შევიდეს ჯოჯოხეთის კლიტენის შექმნა და ჩავიდა ჯოჯოხეთში და წარმოსწყვევნა ჯოჯოხეთი და სიკვდილი და ეშმაკი მაგრამ არა ადამიანის შექმნა თავისუფალ არსებად ადამიანს უნდა სურდეს რომ მიიღოს თავის თავში უფალი ხოლო თუ უფალი იესო ქრისტეს მიიღებს სამების ერთიანობის და განუყოფლობის ძლით მასთან ერთად ქრისტესაც შედიას მამა ღმერთი და სული წმინდა ღმერთი და ადამიანი ხდება ყოვლადწმინდა სამების სადგური და ამისთვის არის ყოველი ადამიანის სინამდვილეში მოწოდებული რომ განიხმთოს სამე გეტყვით თქვენ ამბობს უფალი ღმერთები ხართ ხოლო თქვენ
ვითარცა კაცნი მოსხდები, სხვაგან ამას ვითარცა პირუტყვნი მოსხდები. სადამდე ვარ დაცემულები და დღეს რაც ხდება, ესე იგი რა პათოლოგიებია, გიყურებიათ არა თქვენ? რაებს აკეთებენ ადამიანები. ესენი არიან სულიერი დაავადებულები და ესე იგი არსებული იქაური ფსევდოლიბერალური ხელოვნება, რომ ეს არის შენი ნება. რაც გინდა ის გინდა რქები გაიკეთე ეშმაკივით, გინდა სქესი გადაიკეთე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ამ საცუდავ ხალხს კიდევ უფრო აშტერებენ. ესეც შეგნებულად ხდება, რა თქმა უნდა. ასეთებზე თუ გაბატონდება ამ ნახირზე ანტიქრისტე და ანტიქრისტეში ეშმაკი. თორე იმიტომ ექნება დევნა ჭეშმარიტ ქრისტიანებს, მოძღვრებსაც და მრევლსაც და ბოლო დროს რომ მოუწევთ მათ უდაბნოებში გასვლა და ტყეღრეში, რომ ისინი არ მიიღებენ ამ სულსავლებას. ეხლა ეგრე არ უნდა ვთქვათ, რომ მოდი მე ამ ყველაფერს მივიღებ, რაც არის გარეთ უკანასკნელ მოდელზე ჩავიცმე, ასე მოვიქცე, ისე მოვიქცე, სქესეთ და სხვა, და მე როცა ის მოვა, მე მას არ მოусმენ. შენ და შენაირები მოიყვანთ იმას, ის ზალით არ მოვა აქ დედამიწაზე. არჩევნებით მოიყვანთ და გაიბატონებთ. იმიტომ რომ თქვენც ასეთები ხარ. თქვენი მამა ჯერ კიდევ 20 საუკუნის წინათ გითხრა უფალმა არის სატანა. ისე რომ ღმერთის მიშვებით მოვა. ეს იქნება ჩვენი უკანასკნელი და უმძიმესი გამოსდა კაცთა მოდგმისა. დეძლიერმა გაიმარჯოს. აი ვინ შევა სასუფეველში. საჭმელი, სასმელი, სამოქალაქო უფლებები, სიტყვა და ის კი არა, სული უნდა დათმო უფლის სიყვარულის, რომ გადაირჩინო ის. ხო და ვინც ესეთი ის არის, როგორ გითხრათ, კომფორტის მოყვარული ქრისტიანები, დღეს ბევრია ასეთი, ყველა ისინი აღმოჩნდებიან ანტიქრისტეს მრევლში. ეს იქნება ლოგიკურიც და ბუნებრივიც. და ნუ იტყვი რომ ხვალე გადადებული საქმე არის ეშმაკის. დღეიდან გამოუცხადე ბრძოლა ვნებებს. დღეიდან მოისმინე რა წმინდა მამის დარიგება, ეცადე მოიპოვო წმინდა ლოცვა. იღვაწო, იმარხულო, მოითმინო და აღასრულო ქრისტეს ვნებები, რათა დაცხრეს ვნებები შენში. მცნებები აღასრულო, ვნებები დაცხრეს და წმინდა ლოცვის მადლი მოგეცეს. და თუ შენ ამას მიიღებ, შენ უკვე არანაირი მიზიდულობა აღარ გექნება გარეგანი ბრჭყვიალა საგნების მიმართ, რომელიც დღეს ხიბლავს და გვიმონებს კიდეც ადამიანებს. აი მაგით აიხსნება ყველაფერი, რაც ხდება დღევანდელ მსოფლიოში, ტრეფიკინგით დაწყებული და ომებით დამთავრებული. ყველა ხეირშია და ვერა და ვერ დაამთავრეს ეს ომი და ნადგურდება ბოლო უკრაინელამდე უკრაინელი ხალხი. ჩვენც იგივეს გვიპირებენ. უდღეში დაგვიმთავრებენ. და რა მიიღეს? რო გაწყდა ეს ხალხი. მიწები ვის დარჩება? შედით ინტერნეტი მაინც გიყვართ. ნახეთ რა გეგმები აქვთ. ტალმუდებს. ახალი იერუსალიმი უნდა დაარსონ იქ უკრაინის მიწაზე, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოა. ეს ხო აშკარადებს. ერთ-ერთი ავტორი მაგალითად იგორ ბერკუტი არის, ცნობილი ტალმუდისტი. მეტი რაღა გინდათ, ყველაფერი დებს, ოდნავ გაანძრი ერთვინე მარტო მუთაკაზე რომ გიდებს. გაიგო რა ხდება ჩვენს თავს. და რა მოხდება? თუ ჩვენც იგივეს გავაკეთებთ. არც ნატოში მიიღებენ, არც აშირდება. მურიებს ეს შენი ნატო, ეს მოჩვენებითი ორგანიზაციები ყველა სოფლიო მასონური წარმონაქმნებია, თქვენ რომ იცოდეთ. და არც ევროკავშირში. სრულიად სხვა გეგმები აქვს ამასთან დაკავშირებით ტალმუდებს. 1 მილიარდი დახარჯეს ტალმუდებმა, ებრაელებმა, რომ ებრაელი ზელენსკი მოეყვანათ უკრაინის სახელმწიფოს სათავეში, რომელიც დევიზია ბოლო უკრაინელები, რა ენაღლება ებრაელები ხო არ იხოცებიან, უკრაინელები იხოცებიან. ქვეყანაც განიწმინდება, ტერიტორია დარჩებათ. იგივე გეგმები აქვს ჩვენი გეოპოლიტიკური და მრავალი მიზეზების გამო საქართველოსაც. თქვენ ქართველებს ეს არ გესმით. თავარია რომ გადაგიხადონ. კომფორტულად იყოთ ევროპაში, აქაც, ყველგან, საცო დავებო, რას დაგამსგავს ეს მართლა ამ ჯერ კომუნისტებმა, ბოლშევიკებმა და ახლა ფსევდოდემოკრატებმა. ადამიანობა დაგაკარგინეს. ჩვენი წინაპრები ალბათ საფლავში ბორგავენ ქართველ პედარასტებზე და ლესბიანკებზე. დროშა რომ ააფრიალეს რუსთაველზე. სხვა რომ არაფერი ვთქვა. ამაზე საშინელი ფაქტებიც არის. რომ გაიძახით არაბიზაცია,
რას გარბი ხართ საქართველოსთან? თქვენ გარბი ხართ, ისინი მოდიან. და მარტო არაბები, ჩინელები, ინდუელები, რამდენი არიან ხომ არ იცით შემთხვევით? კაცრიაო, რა მოგეფეროთ? მიყვარხარ და იმიტომ გრისხავთ. თორემ მე ავდგებოდი გადაღლილი მაგ ჯანი და წავიდოდი ჩემთვის ადმე და ვიტირებდი რაც ხდება საქართველოში. რა მოგეფეროთ მაგის გამო რომ ტოვებთ საქართველოს მამაპაპის საფლავს და გარბი ხართ უცხოეთში კომფორტული ცხოვრებისათვის. სადაც თბილი წყალია, იქ ჩემი სამშობლო, როდის გაჩნდა ეს ანდაზური გამოთქმა? როცა დაამხეს ეროვნული ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას. ან კი მას დაუდექით, ან მერაბს გვერდში? არა. ამიტომ მოგივიდათ გველაძუები პრეზიდენტებად. შევარდნაძე, არც კი ვიტყვი ვინ არის, თქვენ კარგად იცით ეს ყველაფერი. მისი შვილი დღეს საქართველოს ძარცვის ხარჯზე არის ევროპის 10 მილიარდელში, ერთ-ერთი. ეხლა ნუ მეტყვით რომ მამეკოს ჰონორარებით გამდიდრდა. მე რა ვინ მოვიდა? პლასტინელის კაცია რა? წარმოიდგინეთ უბრალოდ რა მოხდა და ამით ამაყუდა იყო უკვე პრეზიდენტი. საყვარელი გახდა პირველი ლედი, ის კი პლასტინელის კაცი იყო, რასაც ჩაზახებდნენ, იმას ამოძახებდა. სააკაშვილი, ვინ არის? ქართველიც არ არის. და რა მოიმოქმედა? მე ციხეებშიც დავდიოდი როგორც მღვდელი. როგორ ყვნიდა ქართველ კაცს, ბავშვები, ბევრი მათგანი ციხეში გააუპატიურეს, პედარასტები არიან დღეს, თქვენ რო იცოდეთ. და რუსთავში რომ ერთხელ ვაზიარებდი ჩვენ მრევლს, ვარიები მოიყვანესო, თქვენ რა ვარიები, მე რომ ქათამ ციხეში რა უნდა. თურმე ბავშვები რომლებიც არიან მამათმავლები. აი, აბჭალიდან. კიდევ ბევრი რამე არის თქვენ, არა ციცით რა არის საკმარისი რომ ახსოვდე, რა რეჟიმი იყო და იმის მობრუნება გინდათ. მერე ვინ მოვიდა? ხანულმა ქეთო და კოტედან, ქართულიც არ იცის. ფრანციცულად ლაპარაკობს და აზროვნებს რაც თავარია. და ესეც გიჟივით გაიძახის რომ პრეზიდენტი ვარო. როგორც ის გაიძახის დენისენკო რომ პატრიარქი ვარო, ეს გაიძახის რომ პრეზიდენტია ისე. სადეს კიდეს პრეზიდენტის სასახლის აღება, რაც იქნებოდა პირველი სიგნალი ხელისუფლების დამხობის. კიდევ რა გაგიანალიზოთ საყვარელო. თქვენ მეტყვით ეს ღლის საქმე არა და აბა რა დამრჩენია მე? ეხლა ნუ მეტყვით რომ ეს რამენაირად შორდება, პირიქით საყარების სულიდან მოდის. თეევანთელი პრეზიდენტი არ მოწევ, ფეხბურთელია. მე ეს ფეხბურთელი პრეზიდენტი მირჩევნია ყველა ამ ჩამოთვლილ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტებს. ალალია, პატრიოტია და პირდაპირია. რა არ მოგწევთ? ფეხბურთის მატჩი ნახე და ვერ გაიტანა გოლი თუ რა არის. ღმერთმა დალოცოს, როგორც მღვდელი ვლოცა და როგორც ქართველი. და შეაძლებინოს ამ ძიმე ჯვრის ტარება ასეთი უკეთური ქართველების ხელში. ამენ. წმინდა ივანე კიბისაღწერელი ამბობს, რომ დასასრული ლოცვისა მიიტაცება უფლისადმი. ესე იგი, ადამიანი მიიტაცება სულ ერთიანად უფლისადმი. წმინდა ისააკ ასური ლოცვის მაყოფს განათლებას, ანუ გასწავლას უწოდებს. ლოცვა გონების სიწმინდე, იქ ვახსენე რომ აი ამ სიტყვას მოვიყვანდი. ლოცვა გონების სიწმინდეა, რომლის გამჭოლაც საკვირველი სახით გადის ნათელი სამებისა, ყოლა წმინდა სამებისა. ლოცვა და ეს ნათელი ზოგიერთ მამას არა მარტო გონების თვალით, ხორციელი თვალითაც უნახავთ. ეს ნათელი მაგალითად ხორციელი თვალით, როგორც გრიგოლ პალამავე განმარტავს სხვა ქადაგებაში, იხილეს მოციქულებმა თაბორის მთაზე ფერი თვალების ჟამს პეტრემ და ძმებმა ზებედესებმა. და არიან ცალკეული მამები, ვინც იხილეს ხორციელი თვალითაც. ლოცვა მღვდელ მოქმედებსა სულთნის ადამიანის სწრაფვას, ღვთისკენ და მასთან შეერთებას. ლოცვა შემაერთებელი რგოლის მსგავსია შორის გონიერი ხმილების, ანუ ადამიანისა და შემოქმედისა. ესე იგი, რა მნიშვნელოვანი ყოფილა ლოცვა? შემაერთებელი რგოლია ადამიანსა და ღმერთს შორის. ხურვალე ლოცვის გზით ადამიანი ვნებებსა და გულისხმებს გადალახავს. აკი ვნებიან გონებას არ ძალუც ღმერთთან შეერთება. სწორედ ეს ბრძოლაა ლოცვის უდიდესი ღვაწლი. ამ ღვაწლთან შედარებით ნებისმიერი სხვა ღვაწლის, სხვა სათნოების შესაძენად მცირედ და ადამიანური ძალის არაღმატებულად გამოჩნდება. ანუ განუსაზღვრელად დიდი ძალა აქვს ლოცვას. ამიტომაც მრავალნი სათნოების ვიწრო ბილიქზე სასუწარკვეთილი, რომელიც ლოცვით მოიპოვება, ზოგმა მამამ მიატოვა ეს.
ვერ გაყვა ბოლომდე ამ დიდ ღვაწლს, დამღლეს და დამქანცვეს. ამიტომ მრავალი სათნობის ვიწრო ბილგზე სასოწარკვეთილი, რომელიც ლოცვით მოიპოვება, ტოვებენ ამ საქმობას და ვერ ღირს იქმნებიან მისთან იჩთა სისავსისა. რაღაცას მადლიდან იღებენ და არა იმას სისავსით, რასაც იღებს, ვინც ამ ღვაწლით ბოლოში გავა. ხოლო ისინი, ვინც არ წყვეტენ ბრძოლას ლოცვისთვის, უდიდეს ღვთიურ შეწევნას იღებენ და წინ იარებიან, იგემებენ რა ლოცვის სიხარულსა და სიტყვოებას. ეს ლოცვითი გამოცდილება, ლოცვით ღვაწლს თანდათანობით უფრო მსუბუხ ხდის, როცა ამას მოიპოვებს, მერე თვითონ ღვაწლი უკვე მსუბუხი ხდება და ადამიანს ანგელოს ამსგავსებს. ლოცვის გამოცდილება ჩვენ ბუნებას უფრო აძლიერებს და ადამიანს იმაში არწმუნებს, რომ მას ზიარება აქვს, ანუ თანაზიარება ხილულ ადამიანულ სინამდვილეზე ზიაღმატებულთან, ანუ ღვთიურთან, უხორცოსთან. ესე ვითარია ლოცვის ბუნება, რომელსაც ადამიანი ქვეყნიდან ზეცად ახავს და თავად ღმერთისა და ყოველთა შემოქმედის წინაშე აყენებს. იგი იქ ახავს, სადაც ღვთისადმი შეიწირვის უსისხლო, დიდებული და ჭეშმარიტად სასიამოვნო მსხვერპლი წუთისოფლის ცოტვათალხინება ყოფისთვის, ანუ მოწყალედ ყოფნისათვის. უფალი განმარტოებული ლოცვისთვის განაწყობს ასეთ ადამიანს. ამგვარი ლოცვა განაძლიერებს საერთო ლოცვას. ეს აი პირადი ლოცვა, არა კერძო. ეხლა ნახეთ როგორ აგრძელებს ჟელობას წმინდა მამა. ამგვარი ლოცვა, ანუ პირადი წმინდა ლოცვა განაძლიერებს საერთო ლოცვას. აი ახლა ჩვენ რომ დღეს შევიკრიბეთ, ეს არის საზოგადო მსახურება, ზოგადი ლოცვა, ერთობლივი ლოცვა, მაგრამ მოусმინეთ, ამგვარი ლოცვა წმინდა პირადი განაძლიერებს საერთო ლოცვას, რომელიც ეკლესიაში აღესრულება. ის ვისაც ლოცვა სურს, მხოლოდ ღვთის ტაძარში მოსვლისას, მაგრამ სავსებით მცონარებას იჩენს სახლში ლოცვაზე, ან გზად, ან ხალხში ყოფნისას, სინამდვილეში მაშინაც არ ლოცულობს, როდესაც ღვთის სახლშია. ესე იგი, საფუძველი საზოგადო მსახურებას ტაძარში საერთო ლოცვას ერთობლივს ეყრება პირადად. აგერ არაერთხელ გაგვიმეორებია, რომ აი დილითად ეკითხეს, ძილისაგან აღდგომის ლოცვა უნდა თქვა, წარდგე წმინდა ხატებთან. თუ ზიარებას ფიქრობ, ზიარების კანონი აღასრულო. მართალია ზოგიერთები გვიკიშინებენ, რომ ლოცვა არ არის საჭირო. ისიც საკითხავია ამ ადამიანმა იქ მომიტინგეები და პროტესტანტები როგორ აზიარა. რა თქმა უნდა, არც მარხულობდნენ, არც ლოცულობდნენ და არც უზომო არ იყვნენ. და აზიარა. და შეურაცხო ზიარება და მე მეუბნება არ იცის რა არის ზიარება. საჟელად, გინა დასაჟელად, მისა ეს ზიარება მათი. ახლა ამაზე აღარ გის ლაპარაკი და მოკლედ რომ ვთქვა, ეს საერთო მსახურება იწყება ში. კანონი მოვიდა. მე დილით რომ ღამე გაგეღვიძა თქვა. პირჯვარი უნდა თუნდაც წამოიწიო საწოლში, თუ ვერ ადგები და პირჯვარი გამოიწვა მარტივი ლოცვა, თუნდაც ორი სიტყვა უფალო შეგვიწყალე. მე ესე იგი, როცა ადგები დილის ლოცვები, კანონი თუ ეზიარები, სახლიდან გამოსვლის ლოცვა. ეს ლოცვანებში გიწერიათ. გზას მეორე დღეს რომ მოვდიოდი, ცოდვილი, იესოს ლოცვას ცდილობდი გამემეორებინა იესოს ლოცვა. მე ესე იგი, ტაძარში შემოხვედი, ლოცვა ითქვი, შევიდე სახლსა და ფსალმუნთაგან არის აღებული. ამა თუ იმ ხათან, მაცხოვრის ხათან, მაცხოვრის პატარა ლოცვა პაწაწა, ღვთისმშობლის ხათან, წმინდა ნიკოლაოსთან, პეტრე პავლესთან, ბოლოს და ბოლოს მრევლი ხართ ამათი. მე ესე იგი, სეპისკვერს როცა აგზავნე, თუ ცოცხლის, თუ მიცვალ, ანუ რა ხდება, იცით, ლოცვითი განწყობილება უკვე სახლიდან და გზაში გიყალიბდება. ამიტომ აქ რომ მოდიხართ, გონება აბნეული არ დგახართ, თორე ზოგიერთ სახლზე შეიძლება წაშლილი აქვს სახე. გვამით აქ არის სულით დაფრენა, ზოგი ალბათ უკვე კვირა არა ხსნილია დღეს ღვინითა და ზეთით, უკვე სოფრას უზის ჭიქით ხელში. ასეთებიც არიან, მე ხო აღსარებებს ვისმენ და საუბრებს. ეკლესია გვეხმარება დედა ეკლესია, როგორც ზრუნველი დედა ჩვენ მის შვილებს, რომ განგვაწყოს ღმერთთან სასაუბროთ. და ბოლოს შეიწირვის უმაღლესი მსხვერპლი ევქარისტიის კანონში. უსისხლო მსხვერპლი. რომელსაც ანგელოზები შეჰნატრიან. და არა ანგელოზისაგან, არა ადამიანისგან დაიწყო გადარჩენა ღმერთმა. და ესეც არ გვინდა. ამიტომ არავის არაფერი გვექნება თავის სამართლებლად, როცა წარვდებით საკუთარი სიკვდილის გარდაცვალებით. ახლა ნუ მეტყვით, რომ თქვენ არ მოხვდებით, რომ არ გარდაიცვლებით. უეჭველად მოხდება. თან თუ დაუკვირდებით ბოლო პერიოდში როგორ გახშირდა სიკვდილიანობა. ძალიან გახშირდა.
ეს ნაწილი ვიცი, მე ხო სულად არ ვიცი და ესეც უკვე მაძრწუნებს. ბევრად ხო ეს მომიხსენე, ის მოიხსენე, ეს ზოგი ცნობილი, ზოგი უცნობი, არ ნიშნავს ცნობილი უცნობი. ადამიანია. დაფიქრდით აბა საკუთარ სიკვდილზე. როგორი შიში შემოდის ამ დროს ადამიანში, რომელიც არ არის საამისოდ მომზადებული. თორე წმინდანები ებეტრებოდნენ, მაგრამ ივანე მახარებელი, მოვედ უფალო, ჩვენ ვეშინია. მადლობთ, რომ ცოცხლებში ვტოვებს, გვაძლევს ძალას, მაგრამ ვარ სონარენის ზარმაცებით. მე ისე ზურგს ვაქცევთ, აყოლილი პატარა ბავშვით დავსდებთ მლებებს. და ბოლოს ანაზდათ მოდის სიკვდილი და აღარაფერი გვაქვს საქმე. იქ უკვე ვეღარაფერს თავით თვისით ვერ შევცვლით. ამაზე რატომ არ ვფიქრობთ? ეს ხო მოეჭველად მოხდება. თუმცა თუ კი ნებისმიერი საქმის წინ, რომლის აღსრულება დღის განმავლობაში გმართებს, ჩვენ სულს უნდა ვეღოთ ღვთისადმი ჰიმნებითა და ლოცვებით, მაშინ ჩვენი ცხონების მტერი ჩვენში, ანუ ეშმაკი ჩვენში ვერ იპოვის ადგილს თავისთვის. იგივე ამბობს თქვა დიდი მამა ბასილი დიდი. კეთილს აიღებს თუ ადამიანი ყოველ საქმეს ლოცვით დაიწყებს და ლოცვით განასრულებს. წარმატება ექნება კურთხევა ღვთისაგან. მაშინ ეშმაკი გაგვეცლება და თავისთან წაიყოლებს თელ თავის ბრბოლს, ანუ ეშმაკის ანგელოზებს. გარსრომ მოვდგომიან და ვტანჯავენ. რითი ვტანჯავენ? სხვადასხვა შეუფერებელი გულის სიტყვებით, სიწვის, მრისხანების, განკითხვის, დაცინვის, დაცირების და ასე შემდეგ. თუ კი ყოველდღიურად ვილოცებთ, მაშინ ღმერთი ჩვენ სულებს განაშვენებს, აღავსებს რა ჰარმონიითა და უბიწოებით, სიმართლით, სიმშვიდითა და თამდავლობით. იგი გვანიჭებს მადლს სიყვარულით ვიყოთ შეერთებული ერთმანეთთან. მაშინ ჩვენ მშვიდი და კურთხეული ცხოვრებით ვიცხოვრებთ, გვეყოლება რა შორის ჩვენსა, მეუფე მშვიდობისა, ქრისტე მაცხოვარი ჩვენ. და ესეც ყურადღებით მოისმინეთ, აი საზოგადოებრივი ცხოვრება როგორ დაწყნარდება, თუ ლოცვის ნიჭი იქნება. აი სწორედ ამ მიზეზით ყოველ დილას ღვთის ეკლესია ნებისმიერ საქმეზე უწინ მოუხმობს ქრისტიანებს ზარების რეკვით ლოცვის წმინდა შესაკრებელში. აკი ღმერთთან ყოველდღიური საუბარი ლოცვის გზითა და საეკლესიო საგალობლებით აცხრობს ამ სოფლიურ ვნებებს, გამდიდრებისაკენ ლტოლვას აკავებს, ასუსტებს ჩვენს ეგოიზმს და აკარწყლებს შურს. თუ კი ვლოცულობთ, ეს ამას გულისხმობს. ყოველდღიური საეკლესიო ლოცვა გვანიჭებს ყოველგვარ მშვიდობას, ქალაქის სამართლიან მართვასა და კეთილდღეობას ქალაქებს, სახელმწიფოს თუ გნებავს, სახლებს, სულებსა და სხეულთ. ლოცვის მადლი აკურთხებს, როგორც ქორწინებაში მყოფთ, ესეთ მონაზვნური ცხოვრების მიმდევართ. და საერთოდაც ლოცვა საფუძველი და საიმედობაა ყოველგვართა სიკეთეთა, განმარჯვება ნებისმიერ ბოროტებათა ზედა და განთავისუფლება ყოველგვარი დაბრკოლებისაგან. ამენ.